ევანგელისტი იმიტომ არის ქრისტიანი, რომ ევანგელია ნიშნავს იმ ამბის მიტანას, რაც ქრისტემ დაგვიბარა. აი ამიტომ არის ევანგელია ერთ-ერთი სწორი, მაგრამ თუ ესეც იქცევა ორგანიზაციად, დამატებებს შეიტანენ, იერარქიად, კანონებს შემოიტანენ დამატებებს, ეს უკვე ჩემთვის ის ევანგელიზაცია არ არის, რაც აკეთებდა პავლე. იქ არ აუშენებია მაგას ხილვებით ეკლესია შენობა, არ შეუყრია 5000 კაცი და ტვინი არ ამოულესია არავისთვის. აი მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს გადაგებით და ისა აღმდგარ იესო ქრისტეს თვითონ იძახდა. აღდგომა არის ახალი ამბავი. სიკვდილი აშინებს ადამიანს და ჩემთვის ეს ყველაზე კარგი ამბავი ბიბლიიდან მე რაც გავიქცე აღდგომა. მე სხვა არაფერი არ მაინტერესებს. ჩემთვის არის აღდგომა. მე მიშენოდა სიკვდილის, გაქრობის, იმიტომ რომ ვიგემეთ ცხოვრება, სიცოცხლე კაი რამეა. ჩვენ ის გვასევდიანებს რომ სიბერე გვაახლოვებს სიკვდილთან და თითქოს სიბერე გამომშვიდობება იმ სიყვარულთან, რომელსაც სიცოცხლე ქვია და სიცოცხლის ობიექტივაცია არის მზე, ლურჯიცა, ეს ამინდე, სილამაზე, ესთეტიკა, ბუნების, მე ადამიანები ვინც გიყვარს. ეს ყველაფერი ხო სიცოცხლეა და სიბერე გეუბნება რომ გამოიმშვიდობე ყველაფერ ამას. მოდის ამბავი და მეუბნება, ახალი ამბავი, ევანგელია ბერძნულად, ახალი ცნობა, არ არის სიკვდილი. შენ გაიცვლები. აღსდგები უკეთეს მდგომარეობაში. აი ეგ არის ჩემთვის ახალი ამბავი. მანამდე არავის არ უთქვია. გავიგერა ეს ცნობა? მე უფრო ჩაუღრმავდი ამას, თუ აღსდგომა არის, ეხლა რა პირობებში აღსდგები, ვის აქვს უპირატესობა აღდგომის, რა იქნება შემდეგ. აი ეს არის კითხვათა კითხვა და აქ კი არ მთავრდება, აქედან იწყება უკვე. აღდგომიდან იწყება, ევანგელიიდან იწყება ღმერთთან ურთიერთობა. და უკვე დავრწმუნდი რომ სიცოცხლე არის, აღსდგომა არის, ეხლა უნდა მივიღო პასუხები, როგორ ვიცხოვრო აქ და არის თუ არა რაიმე შესასრულებლები იმისათვის რომ მე იქ ცხოვრებაში გარანტია მქონდეს იმისა რომ უკვე ტანჯვა აღარ მქონდეს. თუ აღდგომა ყველა ვარიანტში არის, აღდგება როგორც კეთილი ისე ბოროტი და მარადისობაში ყდომა აღარ იქნება. აი საკითხი მე უკვე ევანგელიამ რუნა წამიყვანოს და უბრუნდები უკვე ბიბლიის პირველივე ფურცლებს. აი ეს არის შესწავლა ბიბლიის. ავლე სადაც მიდიოდა ეს ამბავი მიქონდა რომ სიკვდილი აღარ არის. ყველა მანამდე მოაზროვნე სულ ამაზე ფიქრობდა მეცნიერებაც რომ სიკვდილი როგორ დავძლიოთ, სიბერე როგორ შევაჯეროთ. ყველა ადამიანს ეგ აწუხებს რომ დაავადება ადამიანი. რა აწუხებს? იცის რომ დაავადება წინაპირობაა გარდაცვალების. აბა მი შეიტან ერთწმენა იმის რომ არც ერთი დაავადება სასიკვდილო არ არის, იქნება დაავადებული იწყი ცხოვრებს. მაგრამ არ არის დარწმუნებული რომ ვაირო ეს სასიკვდილო არ არის ეს დაავადება? ექიმთან რატო გარბის? დაადგინოს ეს სასიკვდილოა თუ არა. მივა თუ არა ექიმთან ეთქოს ეს არ არის სასიკვდილო, გახარებული მოდის და ეგუება იმ ავადმყოფობას რომელიც აქვს. ეს დაავადება რო არ კლავს, გახარებულები არიან. მაგრამ დაავადება იმ თავითვე ეს ცოდვის შედეგია. მაინც საბოლოო ჯამში ეს სისუსტე შეეპარება ჯამთელ ორგანებს დაავადებ და გარდაიცვლები. ასე რომ ჩვენ გვაშინებს ყოველთვის სიკვდილი. და რა თქმით ეს წესების შესრულება და ახლა წესების შესრულები და აღდგომა გარანტირებული მაქვს, ქრისტემ თქვა წესებში შესრულებ და აღდგობიო? აღდგომა არ არის დამოკიდებული ჩვენ წესების შესრულებაზე. აღდგომის პრეროგატივი არის იესო ქრისტე. რომ ეგ არა, აღდგომა არ იქნებოდა. ესე იგი მისი ნებაა, რომ ჩვენ აღსდგეთ. აი როგორ უყვარვართ მას. ცხოველზე უფრო აღმატებული არის ადამიანი და ასე როგორ დაყრდდა, დაბნელდა და გამოშტერდა ამ ინფორმაციით, რომ არც ერთ ტალღაზე ღმერთის ხმა აღარ ესმის. აღთქმა კი ვიცით, დადო, ღმერთმა ისრაელერთან. ამასთან არის დადებული აღთქმა და ყველანაირ მისიას, რასაც არ აკეთებდა ებრაელები, ცოცხალ ღმერთის გაცნობას დაიწყებს ეს ერი. ჩვენ არ გვაკისრია ესა. ჩვენ გვაკისრია მიიღე იესო ქრისტე. მორჩა, მისიონერები ისინი არიან ებრაელები. და ის რაც აღწერილია წინასწარმეტყველებში, ისრაელერზეა ნაწინასწარმეტყველები. პავლეს დროს ბიბლია არავის არ ქონდა და ბუნებრივია სულიწმიდა პირდაპირ ეუბნება რა გაავრცელოს. ეუბნება რა პავლეს, პეტრეს ავრცელებენ ესენი. მოთავსდა ეს ყველაფერში უკვე მატერიალურ პლანში წიგნად დაიწერა და დამთავრდა ყველაფერი. და ჩვენი ამოცანა სწორედ ის არის მარტო ესე საზეპიროებით, სქოლასტიკურად, ესეთი აკადემიურად ბიბლიის სწავლა, თეოლოგობა არაფრის მომცემი არ არის თუ ეს არ შევიმეცნეთ რა ცხოვრებით ცხოვრობს დღევანდელი დედამიწა. სახელმწიფო რა არის? როგორი ურთიერთობა გქონდეს? არის თუ არა სახელმწიფო სიკეთის სამსახურში თუ ბოროტების სამსახურში? ბიბლიის თანახმად სახელმწიფო არც ერთი სახელმწიფო არ არის სიკეთის სამსახურში. იმიტომ რომ ისჯება ადამიანები თეოკრატიას ვარი რო უთხრეს, ღმერთს დაშორდნენ და წამოისკუპეს თავზე მეფეები, პრეზიდენტები და ასე შემდეგ და პარტიები. ამიტომ არსებობს ორი კლასი, ჩაგრული და მჩაგვრელი. ყველგან ესეა. როცა საათში $8 მოგცემენ, უკვე დაჩაგრული ხარ. ცხოვრების დონე კი $100 არის სიმბოლურად. ადამიანი უფრო გაუსაძლეს მდგომარეობაშია. ეს ღმერთის გაჩენილი მოადგილე, რომელიც მეორე ადამიანი ისე ჩაგრავს მას, რომ
მონათაყავს ფაქტიურად ამუშავებს და აძლევს ორ კაპიკს, რომ ცოტა ხნით თავი შეინარჩუნოს და როგორც კი იგი ასაკს გადაცდება, ერთი სული აქ მოკვდეს, შეცვალოს მეორეთი. დღევანდელი სამყარო ეს არის ასე, რომ სახელმწიფო არასოდეს სიკეთის სამსახურში არ იქნება. ეს იესომ კარგად თქვა. ეს იქნება მეორედ მოსვლამდე. ამიტომ ეს არის ჩვენთვის დასჯის მეთოდი და ქრისტიანი იცის, რომ სახელმწიფო ეს არის ჩემი დასჯა. მე ვისჯები, იმიტომ რომ ღმერთს დავშორდი. ღმერთს ვარი უთხარი და ადამიანი გავიმეფე. მოკლედ ღმერთს მოვშორდი და პრეზიდენტი და დავირჩიე ვიღაც ადამიანი. ის ადამიანია და ყველანაირად ცდილობს მე დამჩაგროს და თავისი ახლო წრე გააგულაოს. ყველა ქვეყანაში დღეს ამას ავხედავთ. თითქმის ყველგან. გარკვეული წრეებია, ჩაკეტილია ღობეებია, იქ არავინ არ შეგასუნინებს, სხვაგან ცხოვრობენ, დაიყო დედამიწა დიდრებად, ღარიბებად, პრესტიჟულ უბნებად, პრესტიჟულ სასწავლებლებად, პრესტიჟულ ეკლესიებად, მდიდართა ეკლესიები, ხო არის ეგრე მთელ მსოფლიოში. ასე რომ ეს ერთგვარი დღეს უნდა დაინგრეს მეგობრებო. და ამას განიცდიან სწორედ აი ეს ადამიანები, ვინც აი ამ სიბნელეში რო შემოვიდა ახალი ამბავი, რომ ნუ გეშინიათ, ჩვენ ყოველდღე ვებრძვით იმას, რომ არ გარდავიცვალოთ. ყოველთვის აშინებს ადამიანს სამსახურის დაკარგვა, იმიტომ რომ სამსახურის დაკარგვა ფაქტურად ეს არის როგორც სოციალური სიკვდილი, ასე სოციალური სიკვდილის როგორად ფიზიკური სიკვდილიც. და როგორ განიცდიან დასავლეთში სამსახურის დაკარგვას და არა მარტო დასავლეთში, საქართველოშიც. ქრისტიანობა ეს სიცოცხლე არის. ეს არ არის პროფესია და ყველა ადამიანისთვის მისაღები არის. იმიტომ რომ გადარჩეს. გადარჩენა არის ღმერთთან დაბრუნება და ტანჯვის არიდება. აღდგომა კი ყველა ვარიანტში იქნება. ან ბევრი არ ეზიარებს. ქრისტიანობის წერილი ბიბლიით გვიდევს ჩვენ და კეთილნებოს ადამიანი და ელემენტარულად წაიკითხოს. რა თუნდა ამას ახლა თეოლოგიური განათლება, ბიბლია ახლა ვინც თეოლოგიურად ვერ განათლება, 60-ში ვერ შევა? თუ მანდამაც თეოლოგიურად უნდა გასწავლოთ ბიბლია. აბა ისთვის არის ეს ღმერთის წერილი. იცოდა ღმერთმა რომ ბევრი რეგვენი მოვიდოდა მისი სახელით და ამიტომ დაგვიტოვა ყველა ენაზე ბიბლია. შეუვალი ავტორიტეტი წიგნი. ვინც წაიკითხავს ამას და მიიღებს გადარჩება. თავის არჩევას თვითონ გააკეთებს. სიკვდილი დაამარცხა ვინ? სიკვდილი დაამარცხა იესო ქრისტემ. სიკვდილისა დამთვრგუნველი. ერთი ასეთი ნოველა აქვს ნიკოლ ორთქიფანიძეს, საშობაო მინიატურები. და იქიდან ამოვიღე ეს ფრაზა. შორ სადღაც 2000 წლის უკან 19 საუკუნის უკან დაიბადა იესო. ესე იძახის ისა და სიკვდილისა დამთვრგუნველი. მართლაც სიკვდილით მან მიწიერი სიკვდილით სიკვდილი დადრგუნვა. თითქოს ეს ტავტოლოგია არის, მაგრამ აზრია ამაში. სიკვდილით მან ძველი კაცი მოკვდა, ახალი გაცოცხლდა და იესომ ახალი განდიდებული სხეულით წარდგა მოწაფეებთან და შოკი მიიღეს მოწაფეებმა. მას მერე დაიწყო დედამიწაზე ამ ახალმა ამბავმა გავრცელება. ეს არის როგორც იტყვიან ნიუსი. ევანგელიას თანამედროვე პოლიტიკური იმით რო ვთქვათ, ეს არის მოამბე, ახალი ამბავი, ნოვოსცი. ევანგელია ეგ არის კეთილი ამბის ხარება. და იმაზე მეტი სიკეთე რა არის, რომ მკვდარი ხარ და გაცოცხლდები. რომელ დედას არ გაუხარდება მკვდარი შვილის გაცოცხლება? რომელ დედას არ გაუხარდება? მითხარით, საყვარელი ადამიანის გაცოცხლება ვის არ გაუხარდება? და როგორ განიცდის ჭირის უფალი, როცა მომაკვდავს სარეცელზე საყვარელი ადამიანი უწევს და რას არ კადრულობს, რომ ის გაცოცხლდეს? წამლები გინდა ყველაფერს და ბედნიერი არის. ეს რატო აქ ეს ლტოლვა ადამიანს? იმიტომ რომ სიცოცხლე მარადიულია და სატანამ შემოგვიტანა განცდა იმისა, რომ სიცოცხლე თავდება მხოლოდ ამ სამყაროში. და ამიტომ მოვართ აღარენილები, დაბოღმილები, ვეჯიბრებით ერთმანეთს, აღარ ვიქნებით, ამიტომ თუ აღარ ვიქნებით, მე ვარ აქა და მე უნდა გაჯობო თქვენ. ასეთ ფაზაში შევიდა დედამიწა და ჯერ სადახარ 100 წლის მერე უნდა ნახოთ დედამიწის მოსახლეობა როგორ გაიზრდება. ეხლა ხო არის 7 მილიარდ 300 მილიონი 50,000 ხომ? წარმოიდგინეთ 50 100 წლის მერე რამდენი იქნება? როგორი დემოგრაფიული აფეთქება აზიის ხარჯზე, ინდოეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ინდონეზია და ასე შემდეგ. წარმოგიდგენიათ 100 წლის მერე რა მოხდება? ვაი იმას 100 წლის მერე ჩვენ არც ერთი არ ვიქნებით ცოცხალი, ვინც აქავართ, ისე კი ღმერთმა გაცოცხლოთ 200 წელი. მე კი არ ვისურვებდი ახლა ხანახან ოცნებაში მიფიქრე ერთი 900 წელი იცოცხლე. რა აჯანდებათ იმდა 900 წელი იცოცხლე, თუ სხვები დაიხოცა, ვისაც მე ვიცნობ და აღარ ვიქნებ, სულ ვიცვალო თაობები და ეს არის დაწყებლა თუ გინდა იცხოვრე 900 წელი. მაშინ ყველამ უნდა იცხოვროს და მაშინ ვიცხოვრობდა ადამიანის დროს, ყველა 900 წელი და 800 წელი ცხოვრობდა. ხო რა თქმა უნდა მე ვიცხოვრო 1000 წელი და 1000 წლის განმავლობაში თაობები 1000 ჯერ გამოვიცვალო. ეს არის დაწყებლა. ასე რომ მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი კარგად აქვს გათვლილი. ხო, ჩვენ იმას დავუყურეთ მე-15 თავები ხომ დავამთავრეთ და დღეს მე-16 თავზე თუ დრო დაგვრჩა მე-17 თავსაც მივაკითხავთ. მე-16 თავი, შესაქმეს მე-16 თავი
მე-15-ს მერე არის თითქოს აი დაკვირვებული თვალით იტყვით რომ იცი რა არის ნეტა ეს თავი არ წამეკითხა ან არ იყო საქაო თუ კარგად გაეცანით იმიტომ რომ მე-15 თავში არის მოგიხსენებათ აი რწმენასთან დაბრუნება ა ブラ ამი უკვე თითქოს ფეხზე დადგა და მე-16 თავში ისევ ეცემა აი პირველივე მუხლიდან რომ დავიწყებთ აი აქ არის უკვე ის ტრაგიკული ისენი ნუ ა ブラ ამმა განიცადა რამოდენიმე გამოცდასავი თუ შეიძლება ასე ვთქვათ ანუ უფრო სწორია ვთქვათ აღზრდა რწმენაში და მოცემული არის ეს მე-12 თავიდან 25 თავის ჩათვლით. საბოლოო მან გამოცდა 22 თავში ვკითხულობთ ხომ? 22 თავში ეს მე-7-ში რო ეცხადება. ხო, რამოდენიმე გამოცდა იყო მას. პირველი ურიდან რო გამოდის, მერე ქანაანში და ვარდება აქა და ეგვიპტეში რო ჩადის. ეგვიპტიდან მან ორი რამ წამოიღო, ერთი სიმდიდრე და მეორე აგარი. ორივე პრობლემის წინაშე დააყენა. სიმდიდრემ კონფლიქტი ჩამოაგდო ძმისშვილთან და აქ დიდსულოვნება ა ブラ ამმა გამოიჩინა, აგარმა კი მთელი არეულობა შემოიტანა ოჯახური სოციალური თვალსაზრისით. აი წავიკითხოთ ახლა მე-16 თავი და სადოთ თამაში უფრო შევიდეთ ან ისეთი დროს კარგად გავიაზროთ სიუჟეტი. აბა გთხოვთ წავიკითხეთ მე-16 თავი. თავი მე-16. სარაის ა ブラ ამის ცოლს არ უშობია მისთვის, მაგრამ ყავდა სარაის ერთი ეგვიპტელი მხევალი, სახელად აგარი. უთხრა სარაიმ ა ブラ ამს: აჰა დამხშა უფალმა რომ არ ავშობო. შედი ჩემს მხევალთან, ვინც ლო შვილიერი შევიქნე მისგან. ყურად იყო ა ブラ ამმა სარაის ნათქვამი. ადგა სარაი ა ブラ ამის ცოლი და მისცა ეგვიპტელი აგარი, თავისი მხევალი ცოლად ა ブラ ამს, თავის ქმარს, ქანაანის ქვეყნად მისი დამკვიდრების 10 წლის თავზე. შევიდა ა ブラ ამი აგართან და დაურსულდა აგარი. როცა შეიტყო რომ მოსულად იყო, დამცირდა მის თვალში მისი ქალბატონი. მაშინ უთხრა სარაიმ ა ブラ ამს: შენზეა ჩემი შეურაცხყოფა. მოგიწვინე ჩემი მხევალი და როცა შეატყო რომ მოსულადა, დამცირდი მის თვალში. ახლა უფალმა გამგსაჯოს. უთხრა ა ブラ ამმა სარაის: აჰა შენს ხელთაა შენი მხევალი. როგორც გემებოს, ისე მოეკეცი. მაშინ დაუწყო სარაიმ ჩაგვრა და გაექცა მას აგარი. ნახა იგი უფლის ანგელოზმა წყლის ჭასთან უდაბნოში. ჭასთან შურის გზაზე რომ არის. უთხრა: აგარ სარაის მხევალო, საიდან მოსუხარ და სად მიხვალ? თქვა: სარაის ჩემს ქალბატონს გავურბივარ. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: გაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: დიდად გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვეღარ აღირიცხება სიმრავლის გამო. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აჰა ორსულად ახარ, მშობ ვაჟს და ისმაელს დაარქმევს სახელად, რადგან მოხედა უფალმა შენს ჩაგვრას. კანჯარივით იქნება იგი ადამიანთა შორის. მისი ხელი ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი მის წინააღმდეგ. თავის ძმათა პირისპირ იცხოვრებს იგი. ახსენა სახელი უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა: შენ ახარ ღმერთი, ჩემი მხილველი, რადგან თქვა: განააკაც არ ვიხილე კვალი ჩემი მხილველისა. ამიტომ შეარქვეს ამ ჭას ბერ ლახაი როი. კადეშსა და ბარეთ შორის მდებარეობს იგი. უშვა აგარმა ა ブラ ამს ვაჟი და დაარქვა სახელად ა ブラ ამმა თავის ვაჟს, რომელიც აგარმა უშვა ისმაელი. 86 წლის იყო ა ブラ ამი, როცა ისმაელი უშვა აგარმა ა ブラ ამს. აი ძალიან პროზაული თავი არის და როგორი მე-15 თავის მერე მიაქცევდეთ ყურადღებას, როგორი ვარდნა არის აქ რწმენის საქმეში. ახლა ბუნებრივია მართლაც დააკვირდით ადამიანური კატეგორიებით, ახლა დაპირდა მემკვიდრეს ღმერთი ა ブラ ამს და ამასობაში წლები მიტის, ხომ? 75 წლისა იყო პირველად, რომ ასეთი ხილვა იხილა გამოცხადება ა ブラ ამმა. და ახლა უკვე არის გავიდა თითქმის უკვე 86 წლის არის, ხომ? 86 წლის ასაკამდე ელოდება და უცნაური ის არის, რომ ღმერთმა ვადები და დროები არ იცის. შენ უნდა დაელოდო. თან წარმოიდგინეთ, ეს ხდება ისეთ დროს, ეს არის 21 საუკუნე ძველი წელთაღრიცხვით. 21 საუკუნე გასული 4000 წელზე მეტი. და როგორი იქნებოდა ცნობიერების სიჩქარე პიროვნებისა. დღეს ჩვენ მაგალითად 5 წუთის მოცდა არ შეგვიძლია არაფრის. სულ მალე გვინდა ყველაფერი. და წარმოიდგინეთ ახლა ა ブラ ამი იმჟამინდელი პირობებში მისი ცნობიერება რა სიჩქარით მუშაობდა და მართლაც როგორ კარგ ხანს ელოდა მაინც. დღევანდელ ვითარებაში ა ブラ ამი ალბათ მაგდახანსაც ვერ დაელოდებოდა. 1-2 წლის თავზე ან 1 კვირის თავზე შეიძლება თვითონ ჩარეულიყო. და წარმოიდგინეთ ახლა კიდე ასეთი რამ, ესე იგი აი ეს გამოყოლილი ეგვიპტიდან ჩვენ ვნახეთ სიმდიდრემ რა იმით დამთავრდა ეს ამბავი, მიშვილთან განშორება და აგარი გამოყენებული აქვს უკვე როგორც
თქვათ სარაის რჩევით რა ყიღა უკვე ეს წლები მიდის, ბუნებრივია ქალიც უკვე აღარ არის 10 წლით არის ის უმცროსი სარაზე, თუ ეს არის 86 წლის, ეს არის 76 წლის, უკვე ყველა პირობებით, ფიზიოლოგიური პირობებით შვილი ამას არ უნდა გაჩენოდა. რწმენა სწორედ იმის რწმენა, ღმერთის ყოვლის შემძლეობის უნდა გჯეროდეს. აბრაამს კი აქვს რწმენა და რწმენის კაცია, მაგრამ ნახეთ რა არის ადამიანი, რომ რწმენა მაინც ხანდახან ღალატობს და თან რწმენის შესწორებაზე და კორექტივებაზე აქვს ყურადღება გამახვილებული. აქაც ზუსტად ეს მოხდა. სარაის რჩევით აბრაამი ასრულებს თითქოს და ღმერთის სამსახურში დგას და რჩევას ყურად იღებს და იმჟამდელი ტრადიციის თანახმად განსაკუთრებით საიდანაც გამოვიდა ურიდან აბრაამის ოჯახი, იქ ტრადიციაში მიღებული იყო ესეთი რამე, თუ ქალს შვილი არ უჩნდება, ხარჭადან შვილი უნდა გაიჩინა, რათა ის ყოფილიყო მისი მემკვიდრე. მორალური თვალსაზრისით, ზნეობრივი თვალსაზრისით, ეგ შეიძლება იმ ტრადიციით გამართლებული იყო, მაგრამ ღმერთის თვალსაზრისით ეს არ არის მოწონებული. ესე იგი, ცოდვად ეთულება აბრაამს ის კი არა, მორალურად რო შეცდომას უშვებს, ცოდვად ეთულება მას ურწმუნოება. მას არ ჯერა ღმერთის, რომ ღმერთის დანაპირები შესრულდება მხოლოდ ღმერთის საშუალებით და არა შენი ჩარევით. ამდენად აბრაამს აღწმენა ღალატობს და ასეთია ცოდვადაცემული ადამიანის ბუნება, მაგრამ აბრაამს მოგეხსენებათ გამოსწორებაც შეუძლია ამისი და აი ეს გამოცდა აბრაამმა ვერ ჩააბარა. მოხდა გამოუსწორებელი შეცდომა. აი ამ გამოუსწორებელი შეცდომას ღმერთი მაინც თავისებურ კურთხევას დაადევნებს და აი ამ მდგომარეობამ, როდესაც უკვე აგარი ფეხმძიმეთ არის, ბუნებრივია ეს უკვე იმდენად გაამაყდა ეს მხევალი მონაქალი ეგვიპტიდან გამოყოფილი, რომ სარას უკვე ზემოდან უყურებდა. ეს წმინდა ქალური ბუნება არის, ცოდვადაცემული ადამიანის ბუნება, ის გაამაყდა უკვე და იმდენად ის არის, რომ მე ნახე მემკვიდრის დედა ვარ და შენ არაფერი არ ახარ. ეს დეტალები არ არის ბიბლიაში ამ თავში აღწერილი, მაგრამ ერთი დეტალით შეგვიძლია გავხსნათ ჩვენ ადამიანური ყოფიდან და ჩვენი იმიდან რა მოხდებოდა. გაუთავებელი კონფლიქტი იქნებოდა, ჯაჯღანი, რასაც ვერ გაუძლებდა ვერც აბრაამი და ბოლო-ბოლო უთხრა, რაც გინდა უქენი ამ ხალხსო და ახაც კიდე შეცდომაში უშვებს აბრაამი, რომ სარას მას აყვა ჩევას და მე უკვე იგივე სარას დასაჯიჯგნად, თუ შეიძლება ასე ითქვას, აძლევს აგარს და ბუნებრივია ვეღარ უძლებს ამას აგარი და სახლიდან გარბის. გარბის რა სახლიდან ეს უპატრონოთ ქალი წარმოიდგინეთ უდაბნოში, აი ნახეთ ანგელოზი ხდება. ნუ აქ სხვადასხვა მოსაზრებები და საერთოდ ბიბლიური კონტექსტიდან თუ ამოვიღებთ, ეს ანგელოზი სხვა არავინ არ არის, თუ არ არის ერთგვარად თეოფანია აქვს, აქ სახე თეოფანიასთან გვაქვს, გარდასახული ქრისტე არის ეს. აი სწორედ ასე უყვარს ქრისტეს ყველა ის ადამიანი, ვინც დაწუნებული ადამიანის მიერ, იმიტომ ის დაგმობილი კი არ იქნა ამ საქციელი, დაგარი არაფრის შუაში არ არის აქ. უბრალოდ აგარის ნახეთ ცოცხალ ღმერთთან არასოდეს მას წარმოდგენა არ ქონია, იგი ეგვიპტიდან არის გამოსული და ეგვიპტე არ იყო ცნობილი იმით, რომ ცოცხალი ღმერთზე წარმოდგენა ქონოდათ. ეგვიპტეში იყო რწმენა რაღაც ერთგვარად წარმართული ღმერთებზე, პოლითეიზმი იყო გავრცელებული და პირველად აგარმა აი აქ ნახეთ, აი ამ ეგვიპტელმა ქალმა, წარმართა ქალმა ცოცხალ ღმერთს შეხვდა. და პირდაპირ დიალოგი იმართება რა, არ გეგონოთ ეს ზღაპარი, არიგებს ანგელოზი, რომ დაბრუნდეს უკან და დაუჯეროს ქალბატონს. და პირდაპირ იმასაც ეუბნება რა უნდა დაერქვას შვილს. ესე რომ გახსოვდეს იზმაელის დარქმევა ამავე დროს გულისხმობს იმასაც, რომ აბრაამი უნდა ჩაფიქრებულიყო ამისთვის, რომ ღმერთს ესმის ჩვენი. ხო ისმაელი ხო ამას გულისხმობს ეს სახელი ამ ინფორმაცია და განსაკუთრებით ის კვალი, აი ცოცხალი ღმერთის წყარო, ბელ რახაი როი ამას გულისხმობს ებრაული სიტყვა, რომ აი აქ აგარი ხვდება ცოცხალ წყაროს ღმერთს, ესე იგი კვალი არის ცოცხალი ღმერთის კვალი აქ სიტყვით წყარო ეს არის ამისი და აგარი უჯერებს და ბრუნდება სახლში. ამის მერე მიდის წყნარი ცხოვრება ოჯახში. ნუ ბუნებრივია არ არის აღწერილი კონფლიქტები, მაგრამ გრძელდება ცხოვრება 13 წელი, ვიდრე არ დაიბადება ისააკი. აი ისააკს ის დაბადებას ისევ კონფლიქტის ახალი ფრონტი იხსნება, რომელსაც მერე ვეცნობით შემდეგ თავში. ეხლა მე-17 თავით წავიკითხოთ და მერე გავერთიანოთ. თავი მე-17. 99 წლის იყო აბრამი, როცა გამოეცხადა უფალი აბრამს და უთხრა: მე ვარ ღმერთი ძლიერი, იარე ჩემს წინაშე და სრული იყავი. დავდება აღთქმას ჩემსა და შენ შორის და დიდად გაგამრავლებ. პირქვე დაემხო აბრამი და ასე ელაპარაკა მას ღმერთი: ეს მე ვარ და ახლა ჩემი აღთქმა, უამრავ ხალხთა მამა შეიქნები. აღარ გერქვა ამიერიდან სახელად აბრამი, არამედ აბრაამი იყო შენი სახელი, რადგან უამრავ ხალხთა მამად გაქცევ. დიდად გაგამრავლებ, ხალხებად გაქცევ და მეფენი გამოვლენ შენგან. დავდება აღთქმას ჩემსა და შენ შორის და შენს შთამომავალთა შორის თაობიდან თაობამდე. სამარად ისო აღთქმას, რომ შენი და შენი შთამომავლობის ღმერთი ვიქნები.
მოგცემ შენ და შენ შთამომავლობას შენი მდგმურობის ქვეყანას, ქანაანის მთელს ქვეყანას, სამარადისოს აკუთრებად და თქვენი ღმერთი ვიქნები. უთხრა ღმერთმა ა ブラ ამს: ოღონდ დაიცავით ჩემი აღთქმა შენ და შენმა შთამომავლობამ, თაობიდან თაობამდე. ეს არის აღთქმა, რომელიც უნდა დაიცვათ. აღთქმა ჩემსა და თქვენ შორის და შენს შთამომავლობას შორის, თაობიდან თაობამდე. წინა დაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა. დაიცვითეთ ჩუჩა და ეს იყოს ნიშნად აღთქმისა ჩემსა და თქვენ შორის. 8 დღისამ წინა დაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა, თაობიდან თაობამდე. სახლში დაბადებულმა და უცხოელისგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც შენი თესლ ტომის არ არის. წინა დაიცვითოს შენ სახლში დაბადებულმა და შენი ვერცხლით ნაყიდმა. იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცში სამარადისო აღთქმად. წინა დაუცვეთელი მამაკაცი, რომელსაც არ დაუცვითავს მერვე დღეს ჩუჩა, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა. უთხრა ღმერთმა ა ブラ ამს: სარაის შენს ცოლს აღარ ერქვა სახელად სარაი, არამედ სარა იყოს მისი სახელი. ვაკურთხებ მას და ვაჟიშვილსაც შეგძენ მისგან. ვაკურთხებ და გახდება ხალხების დედა და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან. პირქვე დაემხო ა ブラ ამი და გაეცინა. გულში თქვა: ნუ თუ შვილი შეეძინება 100 წლის კაცს, ნუ თუ ბავშვს დაბადებს 90 წლის სარა. უთხრა ა ブラ ამა ღმერთს: დედავ ისმაელმა იცოცხლო შენს წინაშე. უთხრა ღმერთმა: სწორედ სარა შენი ცოლი გიშობს ვაჟს და დაარქმევს სახელად ისაკს. აღუდგენ მას ჩემს აღთქმას სამარადისო აღთქმად მისი შთამომავლობისთვის. ისმაელის გამო გისმინე და ჰა ვაკურთხებ მასაც. ნაყოფიერს გავხდი და დიდად გავამრავლებ. 12 ბელადს წარმოშობს და დიდ ხალხად ვაქცევ. მაგრამ აღთქმას ისაკს დაუდებ, რომელსაც სარა გიშობს გაისად, ამ დღეის ძორს. შეწყვიტა ლაპარაკი და განეშორა ღმერთი ა ブラ ამს. ადგა ა ブラ ამი და დაუცვითა ჩუჩა თავის ვაჟს ისმაელს, თავის სახლში დაბადებულებს და ყველას, ვინც კი ვერცხლით ყავდა ნაყიდი. ყველა მამაკაც ა ブラ ამის სახლში მყოფს, სწორედ იმ დღეს, როცა ღმერთი ელაპარაკა მას. 99 წლის იყო ა ブラ ამი, როცა დაიცვითა ჩუჩა. მისი ვაჟი ისმაელი 13 წლის იყო, როცა დაიცვითა ჩუჩა. ერთ დღეს დაიცვითეს ა ブラ ამა და მისმა ვაჟმა ისმაელმა. მისი სახლის ყველა მამაკაცმა, მის სახლში დაბადებულმა თუ უცხოელთაგან ვერცხლით ნაყიდმა დაიცვითეს მასთან ერთად. მე-17 თავიც გაგრძელება მე-16 თავისა. აქაც იმდენი თეოლოგიური ჩაღრმავებები მე მგონი საჭირო არ არის, იმიტომ რომ ძალიან ცხადად არის ყველაფერი, ძალიან პროზაულად და ყოფითი ელემენტებია ძალიან ბევრი. აქ არის პიროვნებასთან შეხვედრა და აქ უკვე რწმენის საკითხია, რამდენად ჩვენ გვჯერა იმისა, რომ ღმერთი როგორც პიროვნება არის და ეცხადება ა ブラ ამს. გამოტოვებულია 13 წელი. ჩვენ არ ვიცით იზმაელის მერე როგორ განვითარდა ცხოვრება 13 წლის განმავლობაში. ესე იგი გამოტოვებულია ა ブラ ამის ცხოვრების 13 წელიწადი. ესე იგი იზმაელი რო დაიბადა, მერე გადავდივართ მე-17 თავზე, რომ 99 წლის არის უკვე, რომ ღმერთი ეცხადება და ეუბნება იმას, რომ თავის დანაპირებს უკვე 1 წლის თავზეო უკვე გაგიჩნდება შვილი. ესე იგი 100 წლის ასაკში და ა ブラ ამი დაეცა და იცინის, დააკვირდით სიცილი, სახელი ისააკი სიცილს ნიშნავს. არ ვიცი თქვენი სიხარულის სიცილი არის, სხვადასხვა აზრი არის აქათო, სიცილი იმისა, რომ ეცინება რაღა დროს ჩემი შვილია და რა, სარა უკვე 90-ის არის, დახშულია საშო და როგორ შეიძლება შვილი გაუცეს. ფაქტია, რომ ღმერთმა აი სახელიც ისააკიც მაგიტომ რომ მუდმივად ახსოვდეს ა ブラ ამს, რომ შენ რომ არ გეჯერა და იცინოდე, ღმერთმა შეასრულეს. ასეა თუ ისეა, 100 წლის ასაკში ა ブラ ამს ეს შეუსრულდა და იბადება ისააკი. უსრულდება სარაი და რა თქმა უნდა აქ ღმერთის ხელიურევია ყველანაირად, იმიტომ რომ ყველანაირი ცნობა არის აქ იმისა, რომ ყველაფერი ის რაც ქალურ ბუნებას ახასიათებს ამ თვალსაზრისით, ნაყოფიერების თვალსაზრისით, მას უკვე მკვდარი ქონდა. ასე რომ ფაქტურად ერთგვარი წინასახი იმისა, რომ მკვდრის გაცოცხლება შესაძლებელი არის. და ამას მე ჩვენ ბიბლიის ფურცლებზე ბევრჯერ შევხვდებით ამას. სამედიცინო თვალსაზრისით არანაირად ბავშვის გაჩენა არ შეიძლება და იმიტომ არის უკვრის ა ブラ ამს ეს ეცინება. ჯერ ერთი შოკირებული არის, რომ მთელი 13 წლის მანძილზე ღმერთი არ გამოცხადებია ამას. ესე იგი, უკანასკნელად ხედავთ ჩვენ აგარს ეცხადება ღმერთი უდაბნოში და წინასწარმეტყველებასაც უდებს იმას, რომ კერძოდ ნუ გეშენია ნურაფლის, შენ შვილსაც, ესე იგი, ფაქტურად იქ დიალოგი გაიმართა შეიძლება, რომელიც გამოტოვებული არის გარკვეული მიზეზების გამო და ალბათ აქ ეს დიალოგი მოსაწყენიც იქნებოდა წასაკითხად. ხალი ეტყოდა ისეთ რამეს, რომ როგორ დაბრუნდე იქ, რომ ჩემ შვილი შეიძლება მოკლან და დაემუქრონ რაღაცა. ნუ გეშენია ეუბნება, შენი შვილიც იცოცხლებს და უფრო მეტიც. შენი შვილიდან გამოვა უამრავი
წარჩინებული გვარისა და მეფეებიც გამოვლენ და ამავე დროს ვთქვა რომ ეს ისეთი ხალხი იქნება რომლებიც იქნებიან ველური ტომები თქვა აი ეს მუდმივად მეომარი და მომთაბარენი რაც მართლაც აღწათ მოგეხსენებათ არაბები დღეს აცხადებენ თავს აბრაამის შთამომავლად იზმაელის ხაზით და ეს მართლაც ესეა არაბები დღეს და მუდმივი ქიშპობა არის ებრაელებსა და არაბებს შორის ნახეთ ერთი შეცდომა აბრაამს როგორ დაუჯდა წინ მუდმივი კონფლიქტი არის რო გაყვებით ჯერ კიდე ძველი აღთქმის ფურცლებზე შეხვდებით ამათ და მე რა ხდება რა მოსდის იაკობის ოჯახს იზმაელიტიანებს რომ იყიდიან იოსებს და სად იყიდება მე ეს გზადაგზე მე ესენი როგორი მტრობას და იმას უწევენ გამოსვლის პერიოდში უდაბნოში ხეტიალის დროს ეს ეგრეთ წოდებული იზმაელიტიანები ჩვენ არაერთხელ შეხვდებით ბიბლიის ფურცლებზე ამათ ესე იგი აი შეცდომა აბრაამისა სწორედ რომ აჩქარდა სწორედ რომ წმენამ თავისებური ადამიანური წმენის დონიდან შეხედა ყველაფერს და არა ღვთაებრივის და სწორედ ცოდვა აბრაამის ითვლება და არა მარტო აბრაამის ადამიანებსაც ცოდვად ითვლება ის რომ შენ ღმერთის არ გიჭირს და არ გწამს და არა ის რომ თქვა მორალური რა თქმა უნდა ის არ იწონებს ღმერთს არ უთხია რომ ეს კარგია რაც გააკეთა მაგრამ ეს ცოდვა კი არ არის მე ამას არ ვიწონებ პრობლემა შენ გექნება მაგრამ ცოდვა ის არის რომ შენ არ დამიჯერებე და ბუნებრივია არ უჯერებ რა ღმერთს პრობლემებს იკიდებ შენ და პრობლემების გარემოცვაშია უკვე აბრაამი ჯერ ერთი გაუთავებელი 13 წლის განმავლობაში იქნება კინკლაობა ხო მაგრამ აგარმა შეასრულა ღმერთის პირობა და ყველანაირი შევიწროებები ალბათ ამან აიტანა როგორც ჩანს და იმიტომ რომ ღმერთი დაელაპარაკა ამას ესეც ეთყობა უკვე მორწმუნე ქალი იყო მაგრამ პირველად შეხვდა ცოცხალ ღმერთს და განსაკუთრებით ეგვიპტელი ქალი რო ცოცხალ ღმერთს დაელაპარაკა უკვე ეს ირწმუნა ამან ეს და ჩათვალა სანდო და მორჩილებს უკვე ამ მდგომარეობაში 13 წელიწადი ამ ოჯახში არის მოდის ახალი ისააკი იბადება და ბუნებრივია უკვე სარაც გათანაბრდა ამასთან თან ეს აღთქმული შვილი არის და არა იზმაილი არის აღთქმული შვილი ბუნებრივია კონფლიქტი ისევ დაიწყებოდა და ყოველი ამის მერე ღმერთი ეცხადება აბრაამს და აქ სრულდება სწორედ ის აღთქმის შედეგად ერთგვარი წინაპირობა რაღაც ხელმოწერას რო აქვს დღევანდელი ტერმინებით რომ ვილაპარაკოთ ადგილი ხელმოწერებს აი ჩუჩის დაწინდაცვეთაზე როცა არის ლაპარაკი აქვს და წინდაცვეთას აღარ უნდა კონდეს საკრალური მნიშვნელობა ეს არის წინდაცვეთა ბეჭდი რწმენის დადასტურებისა და აღთქმისა რომელიც დადებული იქნა ღმერთსა და აბრაამს შორის და რა აღთქმა არის ეს დადებული აბრაამს ღმერთმა რო დადო აბრაამთან რას წინასწარმეტყველებს აბრაამს ამ ქანაანში ცხოვრებას რომ მანამდე მისი თაობა ისე გამრავლდება რომ ისააკი ერთი შვილიდან ამდენი კანონიერი ვინც მოდა ისააკი არის ის ვინც მერე ამ ხაზს გაყვება და იესო ქრისტე უნდა მოვიდეს კაცობრიობის მხსნელი აი ეს ისე გამრავლდებიან მიწიერ პლანში რომ ეს ქანაანის მთელი ეს ტერიტორია მათი იქნება მათი შთამომავლების მხოლოდ 400 წლის შემდეგ მონობაში რო აღმოჩნდებიან ისინი ამ მანამდე ისინი ეგვიპტეში 400 წელს იქნებიან დაელოდებიან გამრავლდებიან და 400 წლის მერე იმ ქვეყანას დაეპატრონებიან სადაც ახლა 10-11 წელია ცხოვრობს აბრაამი ქანაანში აი ეს აღთქმა მიცემული იქნა და ამის ნიშნად დაიდო ერთგვარი როგორ გითხრათ გაფორმება რაც გამოიხატება აი ესეთ რიტუალში რომელიც არის წინდაცვეთა დღეს მუსულმანებიც რო იცვეთავენ და ებრაელები იცით რომ ეს სასქესო ასოს ჩუჩას ჭრიან დაბადებიდან მერვე დღეს ხდება ზოგს უკვე 13 და 12 წლის ასაკში მან ძალიან ბევრმა არა მარტო აბრაამმა 100 წლის ასაკში სასაცილოა ხო სამედიცინო თვალსაზრისით თუ შეხედავთ ამას უკვე რაღაც საჭირო არის მაგ ასაკში წინდაცვეთა ასე რომ ცდებიან ადამიანები როცა იძახიან რომ წინდაცვეთა აუცილებელია დღეს როცა იძახის რომელიმე მუსულმანი ან ებრაელი თუნდაც ქრისტეს სამედიცინო მოსაზრებით ეს არასწორი არის იმიტომ რომ გამოდის რომ ღმერთს შეუქმნია ადამიანი ნაკლოვანი თვისებებით კი ნაკლოვანი რაღაც ტექნიკური აღჭურვილობით და მისთვის ისეთი ორგანო მოუბია რომ საჭიროებს ადამიანის ჩარევას და მოცილებას ეს არასწორია ეს არის უბრალოდ იმ ადგილზე აქ ბევრი არის ამაზე დაწერილი წინდაცვეთის ამბავზე და სხვათა შორის ახალ აღთქმაში უკვე გულის დაცვეთაზეა ლაპარაკი და არა წინდაცვეთაზე ამით ტრაბახობდნენ ებრაელები და წინდაცვეთელი ხარ ესე იგი ღმერთი გწამს ეს იყო ნიშანი აბრაამთან მიცემული მე ეს გავრცელდა და იქცა რიტუალად და რიტუალი უკვე ცოცხალი ღმერთისა და ცოცხალი რწმენის ადგილს იკავებს აქ უკვე ცოდვასთან გვაქვს საქმე ჩვენ და დღეს ახლა მოგხსენებათ რიტუალების ეპოქაში უფრო ვართ დაძდევენ ამა თუ იმ რიტუალს თუ არ შეასრულებ უკვე დაგჯიან და რა ვიცი თელი ამბებია თავარი კი ავიწყდებათ აქ კიდე პირველი რწმენა იყო აბრაამის და მერე წინდაცვეთა განაჯერ წინდაცვეთა იყო რწმენა უსწრებდა წინ და აღთქმის დადება რომ გავამაგროთ ეს ჩვენ რომ გვახსოვდეს და ეს მიცემული აღთქმა ყოველივე იმის დროს დღეში ორჯერ თუ სამჯერ თუ მეტად გააჩნია რა სითხეს დალებს კაცი უხდება
სასქესო ორგანოსთან ურთიერთობა და დახედავს იმას და გაახსენდებოდა რომ აღთქმა დადებულია ღმერთის მიმართ. მაგიტომ არის ეს წინდაცვეთა. ეს ისეთი ადგილია, რომ ვერ დაივიწყებ. შეიძლება ფჩხილის რაღაცა მოჭრა აიქნება ან რაღაცა იქ ბეჭედის და ის დაგავიწყდეს, ფეხი მუდამ დაფარულია, მაგრამ სასქესო ორგანოსთან შეხვედრა მუდამ უწევს ადამიანს, ხომ, ცხოვრებაში გარკვეული საათებისა და დროის მანძილზე. წმენის კაცს ის აღთქმას, დადებულ აღთქმას გაახსენებდა. წინდაცვეთის რიტუალი სწორედ ამას გულისხმობს და არა იმას, რომ ეს ვაქციოთ რწმენის დამადასტურებლად. თქვათ, ან არ წმენას წინ უსწრებდეს ეს, რომ მე ჩუჩით ვადასტურებ ჩემ რწმენას. პირიქით არის ეს ჯერ წმენა თუ არა გაქვს, რა აზრი აქვს? მთელი მუსულმანური სამყარო წინდაცვეთილია, მაგრამ ქრისტიანები არ არიან. ხომ? ეს კი აიღეს მათ იქიდან, ძველი აღთქმიდან რაღაცები და მოიგეს თავისთავზე. მოგეხსენებათ, რომ მუსულმანური სამყარო ქრისტეს არ აღიარებს და ბიბლიას არ ცნობს, როგორც ღვთაებრივ წიგნს, მაგრამ წინდაცვეთილები არიან. ასევე არიან ებრაელები წინდაცვლილები. ახალ აღთქმაში ეს უკვე გაუქმებული არის. ახლა შენზეა დამოკიდებული სამედიცინო მოსაზრებები დგინდა, თქვათ რაღაცაში რაღაც პრობლემა გაქვს, რაღაცა და რაღაც, ეგ სხვა არის, მაგრამ ამას უკვე რწმენასთან რაფერი საერთო აღარ აქვს, როცა ქრისტე აღსდგა და უკვე ეს ცნობა მოგვივიდა ჩვენ და იმან დადო უკვე ხელშეკრულება ჩვენთან, თუ შეიძლება ასე ითქვას, ახალი აღთქმა იდება უკვე მორწმუნის გულში. ცulis ჩვენ გულს და ჩვენ აზროვნებას, ხომ? ახალი აღთქმა სწორედ მოცემული არის ახალი აღთქმის წიგნში ებრაელთა წერილი, გზავნილი ებრაელების მიმართ პავლეს ავტორობას რომ მიაკუთვნებენ. აი მათ ვკითხულობთ ჩვენ ამ ახალ აღთქმის და ამავე დროს ნაწინასწარმეტყველებს იერემიასთან და ეზეკიელთანაც. და ეს უკვე ჩვენთვის აღარ წარმოადგენს აუცილებლობას, საჭიროებას ქრისტიანებისთვის წინდაცვეთას. მუსულმანებმა კი დაიტოვეს და სამწუხაროა რომ იუდეველებმაც ეს ტრადიცია დაიტოვეს. თუმცა ქრისტე უარყვეს. ეს ავიწყდებათ მას. ეს 13 წელიწადი მან არ არის სურათები დახატული და ჩვენ პირდაპირ გადავდივართ უკვე დაბადება ისააკის დაბადებაზე და ამავე დროს სახელების ცვლილებები ხდება. სარაის თუ ერქვა, ახლა სარა ეწოდება, აბრამი, აბრამად იწოდება. აღმატებული მამა შეიცვალა აბრაამი, ქვია უკვე მრავალთა მამა. არა და სასაცილო იყო ერთი შვილის პატრონი, ალბათ როგორ დაცინებდა მეზობელი, რანაირი სახელი ქვია კაცო, მრავალთა მამა რანაირი ხარ, რომ ერთი შვილი, ერთი კინკილა შვილი ყავს, ხომ ეს ისააკი, ის მეორეც კიდე უკვე დააშორა ღმერთმა. ასე რომ შეიძლება აბრაამი ღიმილსაც კი იწევდა მეზობლების თვალში იმის გამო, რომ სახელი ინფორმაცია ებრაულ ენაზე ესე ჟღერს მრავალთა მამა, მაგრამ დღევანდელი გადასახედით უკვე ეს ღიმილს კი არ იწევს, ეს არის 100%-ით შესრულებული წინასწარმეტყველება. აბრაამი მრავალთა მამა არის, როგორც ფიზიკურ პლანში არაბებისა, ებრაელებისა, სულიერ პლანში ქრისტიანებისა. ასე რომ ქრისტიანებისთვისაც აბრაამი მამათ არის და ასე ახსულდა ის დადებული აღთქმა, აი 21 საუკუნეში ძველი წელთაღრიცხვის რო დაიდო, რომ გავამრავლებ შენს მოდგმას და დღეს მართლაც გადახედეთ რიცხობრივად ფორმალურად თუ არაფორმალურად ქრისტიანები რამდენი არიან, არაბები რამდენი არიან არაბულ სამყაროში, ებრაელები 13 მილიონი არის, და მსოფლიოში შეიძლება ცოტა მეტი იყოს ახლა, ესე იგი შესულდა ეს ყველაფერი, მართლაც ვერ დაითვლი, აი როგორც ვარსკვლავს ვერ დაითვლი, ქვიშას ძირს ასევე ვერ დაითვლი იმ მრავალრიცხოვან შენს მემკვიდრეებსო. აი ეს უთხრა ღმერთმა და ღმერთის სიტყვები მართლა არ გადადის და შესრულდა. ჩვენ როცა ამ გადასაწყისიდან ამას ვკითხულობთ და თან უკვე ვკითხულობთ, აბრაამი ის მდგომარეობაში იყო, რომ ან უნდა დაეჯერა, ან არა, იმიტომ რომ ნაყოფს ჯერ ვერ ხედავდა ამისას. ხომ იგი გარდაიცვალა 75 მაგის მერე 75 წელი იცოცხლა, 75 წელი იყო ისააკი, როცა გარდაიცვალა აბრაამი და წარმოიდგინეთ ახლა ის დარჩა მაინც როგორ იმაში. ჩვენ არ ვიცით რა რწმენაში გარდაიცვალა მარტო სულიწმინდა გვეუბნება, იმის ეს მაინც რწმენის მამად კვდება და რწმენის ადამიანი არის, ეს სამაგალითო კაცი არის ამ ხრივ რწმენის დარგში მიუხედავად მისი რამოდენიმე ვარდნისა და წაბორძიკებისა. იგი ფეხზე წამოიმართებოდა. ამ რწმენის კაცს ალბათ ამ რწმენაში მოკვდებოდა, ეხ სად არის ან დაპირებული ქვეყანა, კვდება ისე რომ არც ქანაანია, არც მრავალრიცხოვანი ქვეყანა, კვდება მხოლოდ იმ განწყობით რომ ერთი ცოლი უკვდება, შემდეგ თავებში გავეცნობით ამას, მოყავს მეორე ცოლი და იმასთან 5 შვილი, კეთურა ქვია მეორე ცოლს და იქ უშჩდება უკვე მრავალი შვილი, მაგრამ ეს არ არის ის რომ ვერ დათვალოთ ზღვაში ქვიშა და ანცაზე ვარსკვლავები, ხომ? ალბათ აბრაამს არ არის მოცემული შეეპარა თუ არა ეჭვი. სულიწმინდა არ დაგვიმალავდა ამას, ხო, რა იმით გარდაიცვალა აბრაამი. ერთი კი დარწმუნდა ის რომ 22 თავში ვგებულობთ რომ ის რაც მოხდა 22 თავში ისააკის მსხვერპლშეწირით აბრაამის სრულიად უკვე გვევლინება აქვს რწმენის რამოდენიმე ეტაპები გაიარა, ეს იყო რწმენის მწვერვალზე ასვლა. და ამის მერე ვგებულობთ რომ იგი უკვე ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალება. ესე იგი ყველა ვარიანტში აბრაამი რწმენის კაცად რჩება და გარდაიცვალა. და დღევანდელი ჩვენი გადასახედით ხედავთ, რომ ყველაფერი ასრულდა. ჩვენ რა დაგვჩენია ის, რომ კითხვის პროცესში
სხვა ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს ცოცხალი, რომ ამ წიგნის მეშვეობით ჩვენი რწმენა უნდა გამაგრდეს. მიუხედავად იმისა, აბრაამივით მუდმივად ჩვენ განვიცდით ვარდნას, მით უმეტეს ესეთი ზეწოლაა, თანამედროვე კიბერნეტიკული ეპოქაში ვართ ჩვენ, საოცარი ეს არის რიტმი, სიჩქარის, სოციალური, ეკონომიკური, ყველანაირი სიჩქარე არის, ფიზიოლოგიური ცეცარი დაჩქარებული, მეტაბოლიზმები და სულ ყველაფერი სიცოცხლის ხანყლივობაში შემოკლებულია და მოდი და ეხლა დაიჯერეთ რამე, ხო? აუცილებლად ამას ან ლიტერატურად ჩათვლით, ან ზღაპრებად, ან მითოლოგიად, ან მოძებნით იმას, რომ გადმოწერილია, გადაწერილია, მე ამას არ ვეთანხმები, მარტივი მიზეზით, რომ მანდიდან გავიდა კიდე 2000 წელი და იესო ქრისტე მოვიდა ეს უფრო დაგვიახლოვდა ჩვენ, ვიდრე აბრაამი იყო. და თავად მაცხოვარმა განაცხადა, რომ მე ვარ ღმერთი და ეს ღმერთი მაცხოვარი თავად ციტირებს აბრაამს, მოსეს და ძველ აღთქმაში მიგვანიშნებს თავის პიროვნებაზე. ასე რომ იესო ქრისტეს თუ მივიღებთ ღმერთად, მაშინ ყველაფერი უნდა მივიღოთ მისი, რასაც ის ინფორმაციას გვაცლებს ძველი აღთქმის შესახებ. ამიტომ აქ უკვე დაგვიახლოვდა რა იესო და გაათხრებისა და თელი იმეების წყაროების თანახმად, თვითმხილველების თანახმად ისტორიკოსების ეს აღარ შეგაწყენ თავს იმ ისტორიკოსების, რომელიც რომაელი ისტორიკოსების სახელით აიწვია, რომელიც იყო ფლავიუსი, ტაციტუსი და ასე შემდეგ, ადასტურებენ იესოს პიროვნულობას პირველ საუკუნეში. ასთა სხვადასხვაობა არის მისი ღმერთად გამოცხადების საკითხში, თუმცა ესეც გადაიჭრა უკვე. ყველანაირად ტექსტები გვაწვდავს ამას, თვითმხილველები, მისი საოცარი აღდგომა, აღდგომის მერე საოცარი შემოbrunება სამყაროსი წელთაღრიცხვისა, საოცარი ქრისტიანულ საფუძველზე აშენებული სახელმწიფოების საოცარი კურთხევა, მადლი და ასეთი აღმა ფრენა ეკონომიკაში და ყველა სისტემაში, ყველა სფეროში უკავშირდება იესო ქრისტეს პიროვნებას. წელთაღრიცხვაც კი შეცვალა მან. ასე რომ ჩემთვის ეს არანაირ ეჭვს არ იწვევს, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი და თუ ღმერთი არის, მაშინ მის სიტყვებსაც მივადენო თვალი და რა ახალი ამბავი მოიტანა მანამდე რო იყო კაცობრიობა დამწუხრებული, მოიტანა მან ის, რომ სიკვდილზე გამარჯვებულმა იესომ ჩვენ ცოდვისა გამო მკვდარი რო ვიყავით, მამა ღმერთთან დაახლოების ნებართვა მივიღეთ ის, რომ არანაირი შიში აღარა გვაქვს. ასე რომ სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ, რომელ ადგილზედაც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ იესო ქრისტეს ჩვენი შუამავალი ეს არის და არა მღვდლები, არა რომელიღაცა ინსტრუქციები და არა რომელიღაცა პასტორები, ეს არის ერთადერთი გზა. თავად მაცხოვარმა თქვა, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება, სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით. ეს არის, რა ვიცი, საზეპირო არის. ასე რომ მამასთან ვისაც მისვლა უნდა, ქრისტემ გითხრა, მიდიხარ მამასთან? ვერ მიხვალ ვერც რომელიმე სექტანტური ორგანიზაციით, ვერც კათოლიციზმით, ვერც მართლმადიდებლობით, ვერც ბაპტიზმით, ვერც იეღოველობით, მიხვალ მხოლოდ და მხოლოდ ჩემით. აი ესა თქვა მან, რამე თუ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება, სიცოცხლე. ასე რომ გზა არის ერთი, ეს არის იესოს. ესე მისი სიტყვები და ყველა აღიარებს იმას, რომ იესო ქრისტე ჯვარზე გაეკრა, აღდგომას ზეიმობენ, ეხლა 20-ში ყველა იზოემებს დასავლეთი და აღმოსავლეთი ემთხვევა აღდგომის იმაში, ეს მცოცავი გრაფიკია, იცით, მაგრამ იესო ქრისტე თუ კარგათაა ძვალებაში გამჭდარი ჩვენში და გჯერათ თუ არა ამ პიროვნების რეალობისა, ისე როგორც დავით აღმაშენებლის რეალობა შევა ნებისმიერ ქართველს და იეტვის ოდენი ეჭვი არავის არ აქვს. აი პატარა ეჭვიც ხო უნდა შეიტანოს კაცმა. იქნებ გვატყუებს ეს წყაროები. რა ვიცი იყო თამარ მეფე? ამაზე არავინ არ ეჭვებს. იმიტომ რომ მე-12 საუკუნეა ეგაც. თუნდაც ფარნავაზი. აი ეს მე-12 საუკუნე ფარნავაზი. რა ასე თავს იქებს ყველა მირიან მეფით, ფარნავაზით. დარწმუნებული ხარ თუ ეს იყო? რას ეყრდნობა ადამიანი? წყაროებს. თუ დარწმუნებული ვარ ერთ წყაროში არანაკლებად უფრო მეტი წყარო არის იესო ქრისტეს შესახებ, სოფლიო წყაროები ადასტურებს და საქართველოს მეფის შესახებ წყაროები მარტო ქართულ წყაროებში და სპარსოში, მაგრამ ქრისტეთი დაინტერესდა მთელი მსოფლიო. მთელი მსოფლიო. ზორო მთელი მსოფლიო არ დაინტერესდებოდა პიროვნებით, რომელიც ღმერთი არ არის. ასე რომ სახეზე გვაქვს ჩვენ ისეთი დოკუმენტი, რომელსაც ბიბლია ქვია და პლუს ამის ირგვლივ იმდენი ხალხი არის უკვე, იმდენი მეცნიერები ყველა სფეროში, ყველა დარგში, ეს იქნებიან ტექნიკური, საბუნებისმეტყველო თუ ჰუმანიტარული, ამას ვერაცდება ვერავინ. შთაგონების წყაროთ იქცა ყველა მუსიკოსი და თუ რაიმე ვინმეს მიაღწია ჭეშმარიტად რაიმეს, მხოლოდ და მხოლოდ ეს მის ბრალია, რომ ქრისტესთან რაღაცნაირი წილნაყარი იყო ეს პიროვნება. ასე რომ ქრისტესთან ურთიერთობით ადამიანი ყოველთვის უფრო კარგი ხდება, უფრო მოქნილი გონება აქვს მას, უფრო სიხარული აქვს გულში. მჭმუნარება არ აქვს მიუხედავად იმისა, ჩვენ ცხოვრობთ ისეთ სამყაროში, მოდი და ნუ შეიჭმუხნები. ამდენი ცუდი ამბები, ამდენი გაუბედურება, ამდენი შიში, ყველანაირი თვალსაზრისით, ეკონომიკური, ასეთი დაკაბალებული პლანეტა არასოდეს არ ყოფილა დღეს რო არის. აი ესეთი მაღალი დონის მონათლობელი წყობა არის ხალხურ მსოფლიოში რა.
ასე არ შეიძლება ადამიანს ესე ექცეოდნენ, თუნდაც ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები არის. ეს ნომერ პირველი ქვეყანაში არის ასეთი საშინელება, რომ გადაგდებულია კაცი, მიტოვებულია უპატრონოდ, ხო, ქუჩაში ცხოვრობს, მანქანაში ცხოვრობს, უხელფასოდ, ყველასგან მიტოვებული, სამსახურ მიტოვებული, თვითკვლელობებია გავრცელებული ახალგაზრდებში. ესე იგი, რატომ უნდა იხოცებოდნენ ასეთ ქვეყანაში ადამიანები? რაშია საქმე? მარტივი მიზეზით, ცოდვა არის გამეფებული დედამიწაზე და სწორედ ამ ცოდვისა გამო დაშორებული ადამიანი უფრო და უფრო სასწრაფლებაში ვარდებოდა. ამ ცოდვილ სამყაროში ერთი ნათელი ამბავი იესომ მოიტანა. გადასცა მოწაფეებს სულიწმინდამ ჩააწერინა, მოვიდა ჩვენამდე და ჩვენი ზღვა დაგვრჩენია, რწმენით ეს მე ვიყო. მე აღარ მჭირდება არც ორგანიზაციები და არც ჩაის დავლებ თუ ყავას დავლებ. ყავაზე და ჩაის დალევაზე ახლა ამას ვერ დავიყვან ქრისტიანობას. ესეა ჩემი მოთხოვნილება, ყავას ღმერთმა გააჩინა, ჩაის ღმერთმა გააჩინა და სამედიცინო თვალსაზრისით ჩემ ორგანიზმს რომელი უხდება, იმას მივიღებ. თუ დავადგენ რომ ყავა არის მავნებელი, არ დავლევ. ასე რომ კი გააჩინა ღმერთმა ესმა, გააჩინა იმიტომ კი რომ ჭარბი რაოდენობით მივიღო და მოვიკალათ თავი. ასევე საჭმელის ღმერთის გაჩენებულია, ნებისმიერ არ უთქვიათ რომ განუზობელი რაოდენობით ხეთქეთ საჭმელიო. ღვინოს ღმერთმა გააჩინა რომ არა ვაზი და რაღაცა ღვინო ახლა როგორ მოუვიდო და ადამიანს, რომ ღვინო როგორ უნდა დაწირო, თუ გამოცხადებას არ ქონდა ადგილი. ჭეშმარიტად პირველ ეტაპზე ღმერთი ეცხადებოდა ადამიანს, რომელიღაცას გადმოსცემდა ამ იმას დაწრულებით. აბა ადამიანს როგორ უნდა მოუვიდეს ეს რომ ვაზი უნდა დაარგო, მე უნდა დაწურო, ღვინო იმ როგორ არის ეს? აი ეს როგორ მიაგნო ადამიანი? ვინ იყო ის? აი ვინ გავყვეთ აბა ამაზე? მე ბიბლიიდან ვიცი რომ ეს ღმერთმა გააკეთა. გამოიცხადება ერთს, ეთყვის, ის გაავრცელებს მე. ასე რომ თუ ღმერთი აჩენს სამყაროს, თუ კი არა აჩენს და მასში ყველაფერი ეს რაც არის, იქნება ეს ხეხილი იქნება ეს თუ რა ვიცი, სასმელი იქნება, ყველაფერი ეს მისი გაჩენილია და თუ ადამიანი ამას გონივრულად გამოიყენებს, რატომ არის ცუდი? ამიტომ საჭიროა პირველ რიგში იყოს იესო ქრისტე და მე მის მიერ მრავალფეროვან სამყაროში ღორული, აი მისწრაფებები აღკვეთოს და ზომაზე მიიღე რაც საჭიროა. ხომ არის ესეთი რამე? ეს ღმერთს არ ვთქვათ მით უმეტეს, მე ბუნებრივია რასაც სვამთ. ეს ყველაფერი ქიმია არის. ღმერთს ქიმია არ უთქვია დალიეთო. ან ის მცენარეებისგან რაც არის, ან კიდე პაპიროზის მოწევა. ღმერთს არ უთქვია მანდამაინც პაპიროზის მოწევა დაიწყეთ, იმიტომ რომ იცი რა აზრები გაწუხებ და მოწიე. არა, ესეც ღმერთის გაჩენილია ის ფოთლები. მაგასაც აქვს დანიშნულება ბუნებაში და თუ ამას გამოვიყენებთ სამედიცინოში, მაგარი რამეა, ასევე მორფი, ხომ ეს მორფი რო არ იყოს, აბა აუტანელი იქნება ხო ოპერაციების გაკეთება, მაგრამ ამას რო შენ იმისთვის იყენებ, რომ იცით ელემენტარულად გახდე მანიაკი და არიან მანიაკები, ეს უკვე იგრძალება. და იგრძალება ღმერთის მიერ კი არა, სოციალური კონსტიტუციის შემუშავებული კანონების მიერ და კანონს დარაჯობს ვინ? მოიხსენებათ ღმერთი აკონტროლებს ამას, რამე თუ სატანას გადააბარა ეს. მას არ უნდა რომ მთელი ხალხი ესე დაიღუპოს, ხო? ჩვენ ქრისტიანული პრინციპების შესწავლით ვიცით სწორ დამოკიდებულებას სამყაროსთან, ადამიანებთან, საკვებთან და უკვე აღარ არის იცი სექტანტური ეს არ შეიძლება, იმიტომ რომ იმან თქვა, არ დალიო ღმერთმა თქვა. ღმერთს არ უთქვია არ დალიო, ღმერთმა თქვა ზომიერების ფარგლებში შეგიძლიეს ისე მიიღო არ დააზიანოს შენი ტვინი და არ დააზიანო მეზობელი თუ დალევ და ცოცხ გახეთქავ ცემაში ეს დალევა არის და მე ბოდიშებს უხდი ასე რომ ქრისტიანი გახდი და მე სულიწმინდა გადაწყვიტოს შენ რას მიიღებ და რას არა და მე დარწმუნებულა ვინც ქრისტიანიას აი პირჭეშმარიტი გაგებით იმას აქვს ძალიან ზომიერი მოთხოვნილება ამ სამყაროში ყველაფრის მიმართ საჭმელი იქნება, სასმელი იქნება, ლაპარაკი იქნება, სიყვარული იქნება ზომიერების ფარგლებში და ზომიერება აუცილებელი არის. ფილოსოფოსები ქრისტეს გარეშე აპირებდნენ ზომიერებას და ზომიერების ფილოსოფიაც არსებობს სტოიციზმში, ხომ, ანტიკურ სამყაროში. რა თქმა ფილოსოფია როცა არის იესო ქრისტე, როცა არის სულიწმინდა. თუ ამას ჩვენ ვიწამებთ და არ ჩავერევით სარასავით და იცით რა არის, იცი რა სულიწმინდა ახლა რა მოდი ჩვენ დავაჩქაროთ ეს ამბები და იცი აი ეს წესები შევიმუშაოთ და ამ წესების თანახმად ალბათ ვიქნებით კარგად. არ არის ეგ სწორედ. დაველოდოთ ღმერთს სულიწმინდა დაგვპირდა იქა და სულიწმინდა შემოვა ყველა ადამიანში. ვისაც უნდა შემოვა. რწმენით ის ისევე გააცოცხლებს შემში მკვდარ სულს, როგორც მიხრწნილ სარაში საშო დახშულს სარაში ახალი სიცოცხლე წარმოშვა. ან კიდე მარიამში, ქალწულ მარიამში უბიწო, ესე იგი სულიწმინდით ჩაისახა ღმერთი კაცი, ღმერთკაცი და გამოვიდა. ეს იყო არნახული რამ სოფლიო ისტორიაში. ესეთი რამე მარტო ღმერთს შეუძლია. ესე იგი სულიწმინდას შეუძლია თურმე რომ კაცის გარეშე ქალთან ბავშვი გააჩინოს. როცა ეს საჭიროდ ჩაითვლება. ხო მოხდა ესეთი რამე. და თუ ეს შესაძლებელი არის, იგივე სულიწმინდა გვეუბნება, ნებისმიერ ადამიანში შეიძლება სულიწმინდა შემოვიდეს, გაცოცხლდეს ადამიანი და ღმერთთან გაუჩნდეს სურვილი ურთიერთობისა. და მისი
შუამავალი არის არა მღვდელი და ხატები, არამედ წერილი. მოწერილი ჩვენთა თანა, რომელიც იდევს ბიბლიის სახით. ამას გვასწავლის ჩვენ რომ თანდათანობით ვსწავლობთ. ახლა ჯერ პრიმიტიულად ძალიან უბრალო მარტივი სიუჟეტებს რო გავეცნოთ და ეს ისე გავითავისოთ, რომ არ იყოს ეს რაღაც გაყენებული რამ. თუ დავიახლოვებით და ჩვენეული გახდება ეს სულიწმინდის ნაწარმოები, უკვე მერე გადავდივართ მეორე ეტაპზე. მერე მესამე ეტაპზე. პირველი ეტაპი უნდა გავიაროთ კარგად, რომ ეს წიგნი დავიახლოვოთ. ეს წერილი ჩვენს მიმართ არის. ჩვენს როგორც ღმერთის მძებნელი ადამიანის და საყვარელი საკითხავი უნდა იყოს, როცა მთლიანად წავიკითხავთ და გავიაზრებთ პროექტს შევისწავლით. მერე საყვარელი ადგილებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელი ადგილიც თქვენთვის სასიცოცხლო არის და რაღაცის მამოძრავებელი არის, მასტიმულირებელი ციტატებიც არის ბიბლიაში ფსალმუნების სახით, იეგავების სახით, არის ახალი აღთქმაში არის უამრავი ძალიან კარგი. უკვე ამას ადამიანი მოთხოვნილებისა გამო ზეპირობს და გაუჯდება ძვალბლში. ამას ემსახურება ეს გაცნობა წერილისა და საყვარელი ადამიანის მოწერილი წერილი ყველას უყვარს ხო? მუდმივ ციტატებს ზეპირობენ და 9-ჯერ და 10-ჯერ კითხულობენ. ომში წასული შვილების წერილს დედა რო იღებდა, ისიც რამდენჯერ კითხულობდა ერთ და იგივე ფარატინა ქახალს. ზე გამოიღებდა საბნის ქვეშ, წაიკითხავდა. მე ვიცი ესეთი ისტორიები, რომ მუდმივად ერთი და იგივე წერილს კითხულობდა. კონსტანტინე ლორდ-კეფანიძესაც აქვს ერთი ნოველა, როდესაც შვილი ჯარში წავა, ომში წავა, დიდხანს წერილი არ მოდის ჯარიდან. ჩვენ დღეს მოვა წერილი, მაგრამ ამ წერილს დახვდება არა დედა, არამედ მამა. მამა დახვდება და პოსტალიონს გამოართმევს ამ წერილს და ამ წერილში არის საშინელი ცნობა, გარდაცვალება. აღარ იცის მამამ რაქნას, მოუყვეს ეს ცოლს თუ არა. თან კიდე უყურებს რომ დედა ცოლი როგორ არის გახარებული, ბედნიერია და თუ ამ ამბავს ეტყვის, ეს უკვე ჩააგდება ხელში. გადაწყვეტავს, აი ეს ამბავი მამამ დაიტოვოს და მთელ სიმძიმეს მამა ატარებს. ამდენად ელოდება რა დედა წელს ამ კაცის ცოლი და მუდმივად წუხს, ამაზე აწუხებს ანქვანს, აი ესეთ რამეს გააკეთებს ეს ქმარი. დააწერინებს სხვას წერილს და მოვა წერილი, პოსტალიონი მოიტანს და ჩააბარებს ამ დედას. ამ დედას რო ჩააბარებს წერილს, გახარებული ეს ქალი კითხულობს, რა თქმა უნდა წერილი ყალბია, მაგრამ ეს გახარების გულისთვის გააკეთა ქმარმა, მიაქციეთ ყურადღება და ეხლა ქმარი რას უყურებს? მუდმივად იტანჯება ეს ქმარი რასურათის გადამკიდე. ყოველ 2 საათში ამ წერილს ამოიღებს ეს ქალი და კითხულობს. და გახარებული არის. რას წერს შვილი, როგორ იბრძვის იქა, როგორ ენატრება დედა. მოკლედ შვილი რას მიწერს დედას გასაგებია, ხომ? ამას არ აქვს ნიშნა. მუდმივად ეს ქალი თითქოს გამოცოცხლდა, სულ დაფრენავს, გავასამუშავებს ასურლებს. საწყალი ეს ქმარი უფრო და უფრო იტანჯება ამ სულ და ეს რა გავაკეთეო. მუდმივად მე უნდა ვიტანჯებოდი ასე. შეგეცოდებათ როცა კითხულობ, აი ეს კაცი ამ ტანჯვას ეხლა ეს კაცი იზიარებს. არა და არეუნებ. ეს მაგალითი მე იმიტომ მოვიყვანე რომ მუდმივად დედა კითხულობს იმ სასიხარულო ამბავს, რომელიც შვილმა გაიგოს. ნახეთ რა მოთხოვნილებაა საყვარელი ადამიანის მიერ მოწერილი წერილისა. აი ესეთი განწყობა თუ არ გექნებათ ჩვენ მკითხველებს ბიბლიის მიმართ, არც ფიქრობთ რომ რამე შედეგი იყოს. ამიტომ ეს ახლა სკოლების დამთავრებით, რაღაცა სანთლების ანთებით, აი მღვდელთან დავდივარ, ეკლესიური ვარ, ხო, დაადიან და ხო არა ვიღა ჩათვლების გაკეთება აქ, ჩათვლების გაკეთება იქითაც, ყველა ქვეყანაში ხო არის ჩათვლები. აქ კვირაში ერთხელ მიდიან ჩათვლებს, დაჯდებიან 1 საათი, 1 სული აქვს, როდის დამთავრდება ლექცია, რა ზოგს ძინავს, ზოგს არა. ასევე მართლმადიდებლობაში დღეები, საზეპიროები, რაღაცები იტყვებენ და იტყვებენ თავს. სიხარული კი არავის არ აქვს. აი ეს ქალი წერილს კითხულობს და გახარებული არის, რომ შვილი ცოცხალია. ახალი ამბავი და ამან ფთაშიასხა, ღერის და არასოდეს არ უნახია ცოლი ასეთი გახარებული კაც და თვითონ სევდიანი გავა და აღარ უნდა ამის დანახვა. და მთელი ეს ტანჯვა, აი ეს კაცი განიცდის. საინტერესო ნოველა რადიო დადგმაც არის ამ ნოველისა. მე ერთადერთი ადგილი ასე ვრცლად იმიტომ გამახსენდა რომ მაგალითი მომეტანა წერილი საყვარელი ადამიანის წერილი ჩვენ როგორ ვახარებს და მუდმივად ვკითხულობთ მოთხოვნილებაშია ცდება ის ფურცელი გადავშლით და ბიბლია კაცო ეს არის ჩვენი სიცოცხლის წიგნი. აქ არის ინფორმაცია ჩვენ აღდგომაზე. აქ არის ინფორმაცია მუდმივ სიცოცხლეზე, თან მაგარ სიცოცხლეზე, სამოთხეში ყოფანაზე, ღმერთთან ყოფანაზე. ეს რო კაცს არ უხარია და ეს არის სავალდებულო, თან იძულებით ინსტიტუტებში გამოკეტილი ლექტორების მიერ, რამე გამოვა. ამიტომ მორწმუნეს უნდა უხაროდეს და მორწმუნეს იმ შემთხვევაში უხარია ეს რომ ეს ცნობამ ქუშიში აღწია, ავიდა ტვინამდე და გონება მას მაღალ დონეზე ამუშავებს. ეს არ შეუძლია მღვდელს, შეუძლია სულიწმინდას. სწორედ ბიბლია გვაწვდის ამ ინფორმაციას თუ სულიწმინდას შეუძლია, ღმერთს შეუძლია რომ სარას შვილი აღუდგინოს. ღმერთს შეუძლია რომ მარიამს, ქალწულ მარიამს უბიწო ჩასახვით ღმერთკაცი უშობოს. ასევე მკვდარი გააცოცხლოს, რაც ხდება ლაზარე
გაცოცხლება, იგულისხმება, ასევე ნაინელი ქალის, ქორივი ქალის შვილის აი ცერემონიას რომ მიიღო, აი მის გაცოცხლება. ისე კი ღმერთს ყოვლის შემძლე არის, იგი. ყოვლად ძლიერი არის და ყოვლის შემძლე ღმერთს თუ ყველაფერი შეუძლია და ასეთი რწმენა გაქვს, ის რატომ არ შეუძლია სული წმინდა ჩვენში შემოვიდეს და გააცოცხლოს ჩვენი მკვდარი სული, იმიტომ რომ ცოდვის შედეგი სიკვდილი იყო და სამოთხის ბაღიდან მოყოლებული, რომ მოკვდა ადამიანში აი ეს სული, მერე მემკვიდრეობით ყველას გადმოეცეга და ადამიანში რო ვიბადებით ცოდვილები, სულ მკვდრები ვიბადებით. სამშვენელი გვაქვს და სხეული გვაქვს. ახალი ამბავი სწორედ ეს იყო, სულის გაცოცხლების ამბავი მოვიდა და თუ ეს ჩვენ არ ვიწამეთ, ჩვენ მკვდებით ისევ ინფორმაციით დატვირთულები, მაგრამ სულ მკვდარები, სამშვენიერი და ხორცელი ადამიანები. ადგომის შედეგად რო ავსდგებით, ჩვენი სული დაშორდება ღმერთს და ეს არის ჯოჯოხეთი, სხვა არაფერი. მე-17 თავი, ეს არის ძალიან პროზაული ამბავი უბრალოდ ადამიანისთვის, რომელსაც ღმერთის წარმოშობის არანაირი გაგება არ აქვს, ის ცოტა იმ ადგილებს, სადაც აი აბრაამი ღმერთს ელაპარაკება, ან სულიწმინდა, ამას ფანტაზიებად ჩათვლეს. თქვათ ლიტერატურულ წყაროებად და თვლიან ბევრი ასეც. აი ჩვენ უკვე ის რწმენის ისეთი რეალური განცდა მაქვს, რომ არანაირად არ ვასხოვებ მე ამას რაღაც მისტიკური ის არის. ეს არის ღმერთი ყოვლის შემძლე ღმერთს შეუძლია გამოვლენების რაღაცა ფორმით წარდგეს აბრაამთან და დაილაპარაკოს. რომ არა გამოცხადება, გითხარით ბევრ ამას ადამიანი ვერ მიაკნებთ. აი როგორ უნდა გაეგო ადამიანს, ვთქვათ ხორბალი როგორ უნდა დათესო, როგორ უნდა დაფქვა პური, როგორ უნდა ეს როგორ შეიძლება ადამიანს ტვენით როგორ შეიძლება ეს მიხვდეს. ვიღაცამ ხო უთხრეს, ვინ იყო ის ვიღაცა? ხლა არ მითხრათ მეცნიერება მიკულია და რაღაც. არა, მეგონებით სათავეში. სუთავიდან. ხო იყო ასეთ აი ადამიანს გადმოცემით მოვიდა ეგა, ხო? გამოცდილების დაგროვებული, აი გამოცხადების მერე გამოცდილებით დაგროვებული ცოდნის მემკვიდრეები ვართ ჩვენ და გონია ჩვენ რომ ეს ადამიანის მონაპოვარია. არა, ეს არის ღმერთის გამოცხადების შედეგად, რომ განუცხადა და იმათ ტრადიციით გადმოეცა ადამიანებს. ასე რომ ეს კანონები, იგივე თუნდაც თქვათ ფიზიკური კანონების ცოდნა. დღეს რა თქმა უნდა, რომელიმე მე-20 საუკუნის ფიზიკოსს და მე-20 იმეებს არ აქვს ისეთი პირდაპირ ღმერთის გამოცხადება, მაგრამ აქვთ ისეთი გენიოსური მიგნებები ინტუიციით, რომ იმ კანონებს, რომელიც ღმერთმა შეიმუშავა ფიზიკური, ბიოლოგიური, გენეტიკური თუ რაღაცა, აგანებს მეცნიერ მუშაკი, რომელიც ნიჭით დაჯილდოებული და ფაქტიურად ნიჭით ეგ იგივე გამოცხადება, მაგრამ ერთი მხრის აქტიურობით. ამ შემთხვევაში იგულისხმება ადამიანი. ღმერთი იქ აღარ ელაპარაკება. არა კომუნიკაბელური გამოცხადებას უწოდებ მე, როცა ნიჭიერი ფიზიკოსი რაღაცას მიაგნებს. ეს არის ნიჭის გამო, რომ მიდის და მიაღწევს ამას. მაგრამ აქ ეს გამოცხადება არ არის, თქვათ კომუნიკაბელური. და ბიბლიაში არის კომუნიკაბელური, ესე იგი, ვერბალური გამოცხადება, ლაპარაკია იქ. პირდაპირ ეუბნება, ელაპარაკება პავლეს დამასკოს გზაზე. მოსეს ელაპარაკება, დიალოგი არის. ვალაამს ელაპარაკება, დიალოგი არის. აბრაამს ელაპარაკება, დიალოგი არის. ესე იგი, რადონის ხალხი არიან ესენი, რომ რწმენა აქვთ მას, რომ ღმერთი არის. მათთვის სადაო ეს არ არის. დღეს ახლა 21 საუკუნეში მეცნიერებმა ამდენმა ინფორმაციის ნაკადმა ისე დააბნელა ჩვენი გონება და ჩაახშო ჩვენი ტალღები, რომ ყველა ტალღა იმ რადიოს ვგევართ, ახლა ჩვენ ყველა ტალღა რო დაკავებულია. და ის ტალღა, რომელიც ტრანსცენდენტიდან ღმერთი აგზავნის, ჩვენ ვერ ვიჭერთ, ახშობს მაგას სატანა. ეს რჩება ერთადერთი წიგნი, იცოდა ღმერთმა ეს და სული წმინდამ რა არ გააკეთა სატანამ, რომ ამას გზა გადაეკეტა, ეს წიგნი არ მოღწეულიყო ჩვენამდე, მაგრამ ყველა ენაზე ეს თითქმის დევს. ყველა ცივილიზებულ ენაზე და არაცივილიზებულ ენაზე 5000-მდე ენა არის მსოფლიოში. დამწერლობა 14, აქედან 14-ვე დამწერლობაზე ბიბლია დაწერილი არის. ვის რომელ კულტურაშიც დამწერლობა არის, ყველგან არის ბიბლია თარგმნილი. და 3000 ენაზე არის ეს ნათარგმნი. 3000 ანბანი არ არსებობს დამწერლობა. 14 ანბანი არის მსოფლიოში. წარმოიდგინეთ ახლა, აი ასეთი უნიკალურობას, რომელიმე მეტოქეობას გაუწევს, რომელიმე სხვა, თქვათ, ლიტერატურული თუნდაც შედევრი, ეს იქნება რომელიმე, თქვათ, ჰომეროსი, ეს იქნება რომელიმე რუსთაველი. რუსთაველი საქართველოს ჩარჩოებში არის ჩაკეტილი კიდე და რა ვიცი, ისეთ ძალიან ვიწრო წრისთვის არის ეს მცოდნეებისთვის, რუსთველოლოგებისთვის, მაგრამ რუსთაველი ისევე დაკეტილი არის ჩვეულებრივი ადამიანი, მას ვერ კითხულობს. რიგითი გლეხი რუსთაველის პოემას ვერ წაიკითხავს. სხვა ლექსიკონს ფლობს ახლა დღევანდელი ქართველი. ასე რომ ეს ბიბლია უფრო გასაგებ ენაზე არის კიდე გლეხისთვის დაწერილი. ძალიან გასაგებ ენაზე. ართულებს მოვლენას რა აი ამ ფაქტებს. კერძოდ ისე არის კიდევ ვიმეორებ ჩვენი გონება დახშული, რომ ღმერთზე ჩვენ არა გვაქვს ისეთი ცხადი წარმოდგენა, როგორიც ჰქონდა ბიბლიურ პერსონაჟებს. მათ ცხადი წარმოდგენა ჰქონდათ აი ტრადიციიდან. არ იყო რა წარმოდგენა, ტელევიზია არ არის, რადიო არ არის, არაფერი არ არის, შუქი არ არის, არაფერი არ არის. ხო ბუნებრივი იყო ადამიანი, ბუნებაში ჩაწერილი და იმდენად შერწყმული იყო ბუნებას, რომ მისთვის ეს იყო ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი ღმერთთან ურთიერთობა, როგორც ჩვენთან არის კომპიუტერთან ურთიერთობა. არ გვაუწევს ჩვენ არც კომპიუტერთან ურთიერთობა და არც მობილურთან. მობილური არავის არ გააუწევს, მაგრამ ახლა
რომელიღაც მე-15 საუკუნეში კაცს რო ახლა მობილური უცებ დაუბრუნდეთ მე-15 საუკუნეში ის გაოცდება ამ ინსტრუმენტით ეს რა არის ტელევიზორს ვერ ჩართავს კომპიუტერს ზაკვალს ვერ გაუგებს თვითფრენავში ვერ შეეშინდება მანქანისაც შეეშინდება დღეს ჩვენ სხვა ეპოქაში ვარ და სხვა ეპოქაში რა თქმა უნდა ისე დააბნელდა საზოგადოება რომ ღმერთის ხმა აღარ აღწევს აი ესე ცხადად და ჩიჩიმპიპინი იმიტომ ჭირდება ადამიანს ჩაუტენოს ესა და აქ მეგრედ სატანაც მაგრამ მუშაობს და ეგრეთ წოდებული თეოლოგების, პასტორების, სამღვდელოების, მღვდლების, პაპების და ასე შემდეგ მოვალეობა სამსახურებელი ვის არის რაღაცა გარკვეული მოსაზრებით გამო თითქოს ეს გააცნონ ეს მაგრამ ფაქტობრივად ისინი ვერაცნობენ ისეთ დონეზე რომ საზოგადოებამ განიცადოს ისეთი ტრანსფორმაცია რომ ელემენტარულად ასატანი იყოს დედამიწაზე ცხოვრება. ახლა 3 მილიონი ქრისტიანი რო ცხოვრობდეს საქართველოში, ასეთი უბედურება არ იქნება იქ. ამერიკაში რო ცხოვრობდეს 10 მილიონი ქრისტიანი, 10 მილიონი 300 მილიონიდან აქაც არ იქნება ესეთი გაჭირვება. ცოტანი არიან ქრისტიანები და ისეც შევიწროებული არიან და მე მგონი ახლა დღესდღეობით უკვე ესეთ მდგომარეობაში არიან, საცინლათაც კი შეიძლება იყოს აგდებოდნენ. რა დროს ქრისტიანობა, ახლა ახალი რელიგია და თქვა აღმოსავლური და ბუდიზმი და აგერ ისლამი უკვე საქართველოში უკვე იფურჩქნება ისლამი. ისლამიზაცია მიდის საქართველოში. 300 მეჩეთს რო ააშენებ, ახლა რომელ ქრისტიანობაზეა ლაპარაკი, ხო? ახლა იქ არის ხალხი იქით გადასკუპტენ იქით მოწყენდათ ეს რაღაც ხატებთან პუტპუტი სანდა ახალი გინდა ადამიანს სწყინდება ერთი და იგივე და უნდა ახალი რელიგია ახალი რაღაცა ურთიერთობა ახალი ფორმები მოწყინდა კაც თქვა 50-იანობა ადვენტისტობა ეს ხო ვიცით რაც არის ხა წამოერთი ადვენტისტები რას გვთავაზობენ თავის დროზე კრიშნაისტები რო შემოვიდნენ საქართველოში უნდა გენახათ ქართველებმა იხულეს და ძალიან ბევრი აყვა ამ კრიშნაისტებს გადაცემაც მიუძღვნეს ამას და იყო ერთი დაშფანდური და მაგრამ არაფერი ხო ეხლაც არის ხო რაღაც სახლიც ააშენეს და ეს ყველაფერი რა იცი ადამიანის მოთხოვნილება აი რაღაცა სიახლე უნდა სიახლე. სატანიდან მოდის ეს ყველაფერი. ხო და ამ მრავალფეროვნებაში სატანას ძალიან ძელი კოზირები აქვს და გზას აღვაცდენს. ამიტომ არის ამ მრავალფეროვნების ოკეანეში დევს ერთადერთი ჭეშმარიტება ყველა ენაზე. ყველა ენაზე დევს და აი ქართველიც არ დაივიწყა ღმერთმა და თანამედროვე ქართულითაც უკვე ბიბლია ითარგმნა დასავლეთში. თანამედროვე ქართულით ბიბლია სტოკჰოლმში პირველად გამოიცა სტოკჰოლმში და მე შეერცხვა ამებს და ამებმაც გამოცეს. რა ბიბლია, რის ბიბლია საბჭოთა კავშირში ბიბლია იგრძელებოდა და არასოდეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ბიბლიის როგორც ღვთისწერლის პროპაგანდა არ გაუწევია არასოდეს. თუ დაიბეჭდებოდა, მხოლოდ დაიბეჭდებოდა ახალი აღთქმა, ესეც 1966 წელს გამოიცა მწვანე, ხდით, ესეც იყო საპატრიარქოში და საპატრიარქოში დადებული ეს წიგნი ფაქტობრივად ეს არც არავინ არ ყიდულობდა ამას. არ იშოვებოდა ეს, არ შეიძლებოდა იკრძალებოდა. სოციალური აკრძალვით და არა ფიზიკური აკრძალვით. ისეთნაირად იყო აღზრდილი ხალხი, რომ თვითონ შენი ცნობიერება კრძალავს ამ წიგნის წაკითხვას. ამას უძახი მე აკრძალვას. თორე ისე მე ფიზიკურად კი არ მიგრძალავდნენ, ავიღობდი იმ წიგნს და წავიკითხავდი. პრაქტიკულად წიგნი არ იყო. 70-იან წლებში პირველად 73 წელს სტოკჰოლმში, შვეიცარიაში, ესე იგი, იქნება საზოგადოება და ქართული, ჩიქორთული ქართული, თანამედროვე ქართულით ითარგმნება ახალი აღთქმა და ესე შემოდის გადაღებული ქსეროქსზე. ქსეროქსზე გააკინძულებით და მე უკვე ამას მოყვა 80-იანი წლები თანდათან უკვე რუსულშიდაც შემოვიდა და რუსულენით შემოვიდა. მე კიდე განმეურდა ეგა და მე შერცხვათ ახლა ქართველებსაც და ადგენთ და ეგ ამოცეს რა ახლა შვეიციიდან და იმიდან ეგ ფინანსებთან დღესდღეობით ახლა გამოიცემა ისევ პატრიარქის კურთხევით. აი რა თუნდა ბიბლიას კურთხევა, როცა იმთავითვე ნაკურთხი არის ღმერთის მიერ ეგ წიგნი. იმიტომ რომ თავად ბიბლია არის ღმერთის სიტყვა და ნაკურთხი არის ღმერთის სიტყვაა ეგ. და იმთავითვე კურთხეული წიგნი არის. მაგრამ იმთავითვე უნდა გვახსოვდეს რომ აქ დიდი წვლილი აქვს დასავლეთს. ბიბლია ღმერთის რა თქმა უნდა შემწეობით დასავლეთიდან შემოვიდა ჩვენთან. როგორც ძველად ისე ახლა. გახსოვდეთ რომ დასავლეთიდან შემოვიდა ქრისტიანობა საქართველოში, თორე ქართველები 327 წელი არის მე-4 საუკუნემდე ჩვენი წელთაღრიცხვით ქართველები იყვნენ წარმართები. ეხლა წარმართები არიან შინაარსით, მაგრამ მაშინ ფორმითაც და შინაარსით წარმართები იყვნენ. მთელი საქართველოს ტერიტორიაზე იყო მრავალღმერთიანობა. ზოგი მთარეს ცემდა თაყვან, ზოგი ქვებს, ეს დამოკიდებული იყო ბარის მორწმუნე სხვანაირი იყო რელიგიის მიმართ, მთისა სხვანაირი. და დღესაც არის ეს ნაშთები შემორჩა. ქრისტიანობა რო შემოვიდა, შეირწყა და შეითვისა ადგილობრივი რეგიონალური ტრადიციული შეხედულებები რელიგიაზე. და ამიტომ არის მთაში რო ხვალთ იქ რაღაცა 1000-ნაირი ის არის, არხოტის ის არის, ხატი იმის მადლი, ამის მადლი, ცხვრების დაკლა. ეს არეულია რა. ეს ქრისტიანობამ მაგნიტივით მიზი და ესენი და ძირითადად მან ქრისტე კი არ არის. ქრისტეს ელემენტარული ის აქვს, უბრალოდ რომ არ გაიმართლოს თავი არავინ, მე არ გიცნობდით, იმიტომ არის ქრისტიანობა საქართველოში ტყავიძრება ყველას. ეს წარმართობა ქართველებმა ვერ გადააგდო. ამიტომ ქრისტიანობა სადაც შედის, იქ უკვე
პირველ ადგილზე სამშობლოს დიდება კი არ არის. პირველ ადგილზე იქ არის იესო ქრისტეს დიდება და იესო ქრისტეს ვინც ადიდებს, იმას სამშობლოც მოწესრიგებული აქვს. იმიტომ რომ სამშობლო არის დროებითი მიწიერი ცხოვრების ნავსაყუდელი ჩვენი. ერთ დღეს დედამიწა დაიწვება. ბიბლია გვეუბნება, რომ ის ადამიანის ფეხს სადგომი, რომელსაც დედამიწა ქვია, დაიწვება და შეიქმნება ახალი ცადა ახალი მიწა, რომელიც უკვე შექმნილია და მზად არის. ელოდება ახალ დაბადებულ ადამიანებს. გადავლენ იქა და იქ სადაც მზიარი იქნება, გაანათებს ღმერთი, აღარ იქნება წვიმა, თოვა, აღარ იქნება ტანჯვა, აღარ იქნება სატანა, ეს ბედნიერება. ახლა კი სანამ ვართ ვეჭიდავებით ამ საჟენელებას და გამოსავლის ძებნაში რო ხარ და ამ ძიებაშია, ესე იგი ძიებაში ხარ, ესე იგი არ გაკმაყოფილებს არსებული მდგომარეობა. და მართლაც ადამიანს არასოდეს არ აკმაყოფილებს არსებული მდგომარეობა, რამე თუ არსებული მდგომარეობა არასოდეს არ არის სრულყოფილი. და მუდმივად ამიტომ ვართ, ხან სამუშაოს ვეძებთ, ხან იქ გადავა, ხან გათხოვება, ხან შვილს ველოდებით ეხლა რომ ჩვენ ეს ტანჯვა გადაგვატანინოს რაღაცამ. ამ დროს შვილის გაჩენით, ჩვენ ტანჯვას კი არ და შვილისგან უფრო ახალი ტანჯვა შემოდის. ახლა შვილის დაავადება გვაწუხებს, ახლა შვილის უბედურება გვაწუხებს, ახლა მისი დრო გარდაცვალება გვაწუხებს. მოკლედ მუდმივი ცოდვა სახეზე არის. მაგრამ მიუხედავად ამის არის ამ საპატიმროში ერთგვარად ელემენტარულად გასხივოსნებული აი ღმერთის სიტყვა და თუ ამას არ ჩავეჭიდები, ისე ცხოვრებას აზრი არ აქვს. ახლა ვერც ორგანიზაციით გადავრჩები მე და ვერც რაღაცა შევასრულო ის წესები, რომ ისი ყავა არ დავლე. ყავას ისედაც არ აქვს, რომ არც პაპიროს ვეწევი, არც ვლოთობ, არც ნარკომანს ვიმაშვები, არც ბარებში დავდივარ, არც რესტორნებში დავდივარ. ესე იგი შევსრულვარ 60-ში მე. აქ მთავარზეა ლაპარაკი და ეს ამით არც უნდა იტრაბახო, რომ შენ არ ეწევი, არ სვამ. აბა რა, უნდა ეწევოდე, უნდა სვამდე? უნდა აწუხებდე სხვას? ეს სატრაბახოა? და გონიათ ღმერთი ამიტომ მიგიღებ 60-ში? ასე რომ მე არ მწხვენია ევანგელიზაციისა. ჯერ ერთი პავლესთან შედავით მე არაფერი ევანგელისტი არა ვარ, მაგრამ სიტყვა ევანგელია თუ ამოვალთ. ეს არის ახალი ამბის გაგება და ის ახალი ამბავი, რაც მე გავიგე ბიბლიდან, ვეტყვი სხვას, ეს არის ევანგელია. აბა თეორიები კი არ არის და რაღაცა გიტარების ყურა და სიმღერები კლუბებად თუ არის ქცეული თანამედროვე ეკლესიები, ჩემზე კარგად უკვე ბევრმა იცის. თანამედროვე ეკლესიები დაემსგავსა რაღაცა რელიგიური საკულტო დანიშნულების რაღაც საკონცერტო დარბაზებს. ადამიანს მოთხოვნილება აქვს, იცი, სობორულობის, თავყრილობის, თავის კლუბს ეძებს ყველა ადამიანი. ამიტომ არის კლუბების მრავალფეროვნება, რესტორნების მრავალფეროვნება, სპორტული სახეობის მრავალფეროვნება. ყველას თავის სპორტული იმის განხორციელება უნდა. ზოგს რეგბი მოწონს და ზოგს კიდე ჰოკეი. ჰოკეისტის მაყურებელი საერთოდ რომ მოკლა ფეხბურთს არ უყურებს. ესეთია მრავალფეროვნება. ამიტომ მანდ დავა არ შეიძლება. ჩვენ ახლა როცა ღმერთზეა ლაპარაკი, ბიბლიის ფურცლები დამგებულოთ. ქრისტე მოვიდა იმისათვის, რომ აზროვნების სისხარტე შევიძინოთ, სიყვარული ვისწავლოთ და აწყნარებული ვიყოთ და ჩვენი საქმის პროფესიონალი ვიყოთ. რაც შენი საქმე არ არის, იმას არც უნდა აკეთებდე. ღმერთი როცა მოგიწოდებს იმ საქმეში ჩადგები, მუშა ხარ, ზეინკალი თუ პარკმახერი და სხვათა შორის ქრისტიანებში დიფერენცირება არის და ქრისტიანი კაცი უკვე არ დაცინის პარკმახერ ქრისტიანს. ის მადლობელია ღმერთისა, რომ პარკმახერის ნიჭი მიეცი ამას და მე არა. რომ არა პარკმახერის ნიჭი მე თამას მინ გამიკრეჭავდა. რომ არა ქუჩის დამხვე ამასაც ნიჭი უნდა, ხო ამასაც შესაბამისი ფსიქოლოგია ჭირდება, დაბინძურებული ქუჩა დაასუფთავო და რომ გაივლის შენ, მადლობა ღმერთს უნდა უთხრა, არიან ადამიანები, ვინც ამ სამსახურს ეწევიან და კეთილსინდისიერად და მეტად ხელფასიც უნდა მივცეთ ასეთ. აი ეს არის ქრისტიანული გაგება ჩემი გაგებით. პამიდორს ვინ გამაჭვეს, მადლობა იმასაც უნდა, რა თქმა უნდა თეოლოგები, მე 10,000 მადლობას ვეუბნები, ყოველთვის პურის ვტეხავ, ვინც მოყავს ეს მოსავალი. ღმერთი იძლევა, მაგრამ ვინ ამუშავებს ამას? მადლობა იმას, ვინც მე პურს, მე უსაქმურ კაცს, რომელიც არ შემიძლია პურის მოყვანა, არ შემიძლია თოხნა, 10,000 მადლობა, ეს ვიტრებ, ერთად აღებულია 100 მილიონი თეოლოგი. მე არ გვიტყუები პირდაპირ მადლიერების განცდა მაქვს, რაც არ ქონია ბავშვობაში, ეხლა მაქვს მე. ბავშვობაში ამას დაცინვით უყურებ, იმიტომ რომ საზოგადოებამ შემოიტანა ჩემში გაგება, რომ იცი რა, გლეხობა არ ვარგა, სოფლელი არის. შემოვიდა საზოგადოებამ, უნდა ისწავლო მანდამაიც, სასწავლების პრესტიჟული უნდა იყოს. პრესტიჟული გაგებები შემოგვიტანეს, ხომ? მართლაც იცის ყველამ გამოცდილებით, რაოდენ ტანჯვასთან არის წილნაყარი, მიწაზე მუშაობა. ძალიან ჯოჯოხეთური შოვრომა არის ფერმერობა. აი მესაქონლეობა. აი წარმოიდგინეთ 100 სული ცხარი ყავდეთ, ხომ? დღე-დაღამე და არ უნდა დააფასოთ ეგეთი ადამიანი. ქრისტემ სწორი ხალხი შემაყვარა, ვინც ადრე ბავშვობაში გადაყვარილი მყავდა და ვაფასებდი მარტო ლიტერატორებს, მწერლებს, პოეტებს და გლეხებს ცოტა ჩემში გული გეტყო, რომ მე არ ვიცი თქვენ შეიძლება გიყვარდათ. მე ჩემსაც გეუნებით, მე ამრეზით უყურებდი. დავცინოდი გულში. აი ღმერთი შემოვიდა თუ არა ჩემ ცნობიერებაში, იერარქია შეიცვალა. ისინი არიან ჩემთვის ახლა მთავარი. მადლობა მათ, ვინც ჩვენ პურს გვაჭმევს. მადლობა ღმერთს, რომ ეს ჩემ ცნობიერებაში შეცვალა და აგანა სწორედაც არ არის. ეხლა მე მშრომელი კაცი უფრო დაფასებულია ჩემთვის და პარკმახერი, ვიდრე რომელიმე თეოლოგი. პატივს ყველას ავცემ, მაგრამ დაფასება როგორცაც ჩემთვის თეოლოგია და აგერ მინდებს ბიბლია. ეს არის ჩემი თეო. აი ამიტომ გვინდა მეთქი ამ საკითხზე ჩვენი გამახვილება და მუდმივი მედიტაცია ამაზე.
არაფერს არ დაგვაკლებს თუ არ მოგვიმატებს. არ არის საჭირო გაუთავებელი ტვინის ჭყლეტვა რა. აი ტვინი არ უჭყლეტია აბრაამს. იწამა ის რაც უთხრა ღმერთმა და ჩვენც გველაპარაკება ბიბლიის სახით და შემიძლია მე მაგალითად მოვძებო ბიბლიაში თქვენ როგორ გელაპარაკებათ ღმერთი. აი ადგილი ხო არის უამრავი ადგილი, რომ კონკრეტულად თქვენც რო გელაპარაკებათ. ეგეთი ადგილი არის. თორე ხომ 1600 გვერდამდე წიგნი არის. ვერ იპოვეთ ის ადგილი, საიდან დაგელაპარაკავთ. მე მაგალითად პირადად მე ვიცი ადგილი, საიდან გაიხსნა და დამელაპარაკა. ასევე არის ეგეთი ადგილი თქვენთვისაც. მრავალფეროვანია და თუ გინდათ აუცილებლად დაგელაპარაკებათ, გაგიხსნით გულის იმას და მე უკვე გაინავარდებთ და შედიხართ რა იმ სამყაროში. დამშვიდებით, დაწყნარებით და როგორც არასდროს დღეს ამ ქვეყანაში ადამიანს სიწყნარე ჭირდება რა. ველურთა ხანაში ვცხოვრობთ ჩვენ უკვე. ვითომ ცივილიზაცია 21 საუკუნე. გამოთაყვანების საუკუნეა 21 საუკუნე. ეს არის შიშისა და ცახცახის საუკუნე. ისეთი დონის რადიაცია, თაერთოდ როგორ უძლებს ჩვენი ორგანიზმზე გაოცებული ვარ. მთელი ატმოსფერო დანაგვიანებული არის. მთლიანად ამ ქიმიკალებს ვერ ხედავთ. ვის უნდქავთ ამ და ყოველი მეორე კანი დავადებული არის თუ უკვე ყოველი პირველი არა. მთელი ამ მე-21 საუკუნე არავინ არ მითხრას რომ პროგრესის ხანა არის ესა. ეს არის ადამიანის გადაგვარების ზეწოლა არის ტვინზე და იმდენად გამოთაყვანდა ადამიანი რომ ამდენი მანიაკი 21 საუკუნეში რო არის, მითხარით რომელ საუკუნეში იყო. რას არ მოისმენთ ნუ და თან როგორ მრავლდება. ამდენი გაუკუღმართება, ესე იგი, ყოველად გაუგებარია, ჩემთვის როგორ შეიძლება კაცი კაცთან იყოს და თან შვილი წავდეთ ნაყიდი თუ არ ვიცი საიდან და ეს მიღებული არის. ეს არის 21 საუკუნე და ეს არის პროგრესი. ეს ანტიბუნებრივი, ანტიმორალური, ანტიქრისტიანული, ყველაფერი ანტი არის ესა. აი ამას იღებს საზოგადოება და ცივილიზებული სამყარო. ანტიბუნებრივი მე არაფერი არ მინდა. ყველანაირად საწინააღმდეგოა. მართლაც ესეა რომ გაყვებით 16, 17, 18, 19, 20 საერთოდ შესაქმე დოქტრინალური გეტყვით რომ არაფერი ისეთი არ არის, უბრალოდ მანდ არის მიღება, გაგება. გაგებაზე თუ არის ლაპარაკი დოქტრინალური პირველი 11 თავი არის, რო გითხარით, ჩვენ რო ადრე გავიარეთ და მუდმივად თუ ამას თქვენ კარგად ჩაუჯდებით პირველ 11 თავს და აი მას რაღაცნაირად ჭიდაობის დროს მოერევით, უკვე სხვა პრობლემა არ გაქვთ. აი დოქტრინალურად ის პირველი 11 თავი ცოტა ბევრ უხერხულობას წინ წლებში იწვევს. სამყაროს შექმნა 6 დღეში. თორე აქ უკვე პროზაული ისმით, აი ძალიან ყოფითი არის, ძალიან რეალურია, ისტორიულად დადასტურებულია ქალაქები, დრო, გაათხრებმა დაადასტურა. სულ ყველაფერი ეს ბაბილონი, გილგამეში, სულ ყველაფერი ეს ცნობილია ისტორიული ანალებშიდაც მოგვეპოვება ეს მასალები, ეს რეალური ამბავი, ეს არ არის ფანტაზია, ეს არ არის ზღაპარი ადამიანის ფანტაზიით დაწერილი. და მართლაც ამხრივ დოქტრინალური მანდ არაფერი არ არის. აქ არის უბრალოდ რწმენა ადამიანის ღმერთისა და დამოკიდებულების დროს ადამიანი როგორ ჩავარდნებს აქვს ადგილი, როცა ის არ ეცხადება, ბიბლიაც ხელში არ აქვს აბრაამს, 13 წელი გავიდა, 15 წელი გადის და დანაპირები არ ჩანს. მოდი ხე გაძელი რა. მაინც ძლებს აბრაამი. ნუ თანამედროვე აბრაამი ვერ გაძლებდა ამდენი ხანი. ის მაინც ძლებს, იმიტომ რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა იქ უფრო მეტია ვიდრე ჩვენი. მას მერე კიდე ცოლიც ყავდა, შვილებიც ყავდა, მარტო ეს არ ყავდა კაცო ისააკი, იმას ხეტურასგან ბევრი შვილი შეეძინა, იცით ეგ თქვენ. და ძალიან გამრავდა აბრაამი, ეს დანაპირებით შესრულდა. და აი აქ დოქტრინალური თვალსაზრისით მართლაც არ არის გაუგებარი არაფერი, ვიდრე 22 თავამდე. 22 თავში მართლაც ცოტა აი დაბრკოლებაც მოდის, აი ამხელა კაცი მიყავს შესაწირავად, რაღაცა უნდა რატომ მოთხოვა ღმერთმა ეს. აი აქ უკვე მართლაც ბევრი ფილოსოფოსი იქნება ეს რელიგიური თუ ვიღაცამა დაიწყეს ამაზე თავების მტრევა, აი ბევრი თავი მიუძღვნა ამას სპეციალური გამოკვლევება სორენ კირკეგორმაც ამ 22 ცნობილ თავს შესაქმედან, ესე იგი როცა ლაპარაკი არის ისააკის სხვების შეწირვაზე. გაუგნებული აბრაამ არის ეს რა მოთხოვნაა კაცო ეს, როგორ მომეცი მართმე გაუგნებულია. და აი აქ არის აქ მართლაც შეიძლება დაისვას მოამრავი კითხვები და რაღაცნაირ იმამდე მივიდეთ. რა ხდება ეს? მანამდე მართლაც პროზაული არის ყველაფერი და ამის მერეც მე იმდენად პროზაული არის 25 თავიდან ისააკის ცხოვრებას ხო სულ რაღაცა 2 თავი ეძღვნება მეტი არა, ამიტომ რომ ისააკს ეტყობა მეტი სულიწმინდა მაგაზე ისე არ შეჩერდა მის ცხოვრებას და იაკობიდან გადავდივართ მე და მთელი ცხოვრება იაკობი დომინირებს თვით აი მეოთხე პატრიარქის იოსების ცხოვრებაშიდაც კი, რომელიც 37 თავიდან 50 თავის ჩათვლით ითვლება. აქაც დოქტრინალურად უკვე რო შევიდეთ იმდენი პროზაიზმი არის მანდაც რომ და აი უკვე როცა დოქტრინალური იმებზია ლაპარაკი უკვე ჩვენ გადავდეთ ლევიტელებთან არის ბევრი რაღაცეები რომელიც უკვე აი განმარტებებს საჭიროებს შემდეგ წინასწარმეტყველებში ეზეკიელთან იერემიასთან არის როგორც ისტორიული ჩარჩოები ქრონოლოგია ასე წინასწარმეტყველება თქვათ ახლო მომავლისა დანიელთან ძალიან დოქტრინალ დანიელთან არის უკვე თეოლოგია არის ესხატოლოგია არის დანიელთან ესხატოლოგია ეზეკიელთან აპოკალიფსე ესხატოლოგია არის გეთახმებით აქ არის და ახალ აღთქმაშიც არის დოქტრინალური კერძოდ რომაელთა წერილი გზავნილი გალატელები კორინთელების პირველი 2 და ებრაელები
დანარჩენი წერილები აღზრდელობითი დანიშნ როგორ უნდა იმუშაოს თქვა სულიერმა მოძღვარმა, როცა გარკვეული ჯგუფში იმუშაობს ეს აქვს რაღაცა ეგრეთ წოდებული ქვია სამწყსო და როგორ უნდა დამწყებსოს რა ევალება და რა არ ევალება. ეს ერთგვარი დარიგებები არის. ეს არ არის ღრმა თეოლოგიური რაღაცა მიგნები. ეს არის ელემენტარული მოწესრიგებისათვის დარიგებები პასტორის მიმართ, უდიდესი პასტორის მიერ, რომელიც არის პავლე. ხო, აი თავის ტიმოთეს რო უგზავნის წერილებს, როგორი უნდა იყოს პრესვიტერი, როგორი უნდა იყოს სამწყსო, ეკლესია რასაც ქვია, ხო, ეკლესიის დაფუძნება გულისხმობს ცოცხალი ორგანიზმი არის ეკლესია და არა ქვები და შენობები ჯვრებით. აი ეს ვერ გაუგია ბევრს და როცა უკვე ინსტიტუტად ყალიბდება, როცა ძლიერი ორგანიზაციაც როგორც არის კათოლიციზმი, თავისი ფინანსური ძალიან ძლიერი ბერკეტები და ძალიან ძლიერი ფუფუნები და იცით ალბათ თქვენ ყოველ შემთხვევაში თვალით მოგიკრავთ, როგორი სიმდიდრე არის პატრიარქის აპარტამენტებში. გამახსენდა იმ წუთში პავლე და ქრისტე. ქრისტე კი ნავში ცხოვრობდა. აი ამასთან დაკავშირებით ხო არა აქვს ვინმეს რამე, თუ რამე ახალი რაღაცა წაკითხული ან თქვენი გამოცდილებით, თქვათ რომ შევავსოთ აბრაამის აი თავთან დაკავშირებით. ჩვენ ამ თავებზე რომ ვისაუბრეთ, ნათქვამი იყო, რომ აქ არის ძალიან ისეთი სიუჟეტური თავები, ადვილია მოსასმენად, გადმოსაცემად ბავშვებსაც ასე მოუყვები და ისინიც გაიმეორებენ ამ ამბავს. მაგრამ თქვენ ახლა სულ 2 წუთის წინ ახსენეთ გალატელთა წერილი და სხვა წერილები ამასთანავე რომთაში არის დოქტრინა გადმოცემული და გალატელთაში არის ზუსტად ამ ადგილის პარალელური ადგილი და მინდა თქვენთვის ეს მეთქვა. თვითონ პავლე მოციქულმა გალატელთა ამ ადგილს, სადაც ის მოგუთხრობს, ქარაგმა უწოდა. და ამ ქარაგმაში შედარებული არის ორი პერსონაჟი ძველი აღთქმიდან, ჰაგარი და სარა. თქვენ ამაზე ახსენეთ, მაგრამ მე მინდოდა ცით როგორ შედარება მომიყვანა ამასთანავე. ადვენტისტების სურვილი არის თვითონ ისინი რასაც ამბობენ, რომ დააჩქარონ ვითომ ის რაც ხმებს გაუხარდებაო. მაგრამ განა დაახლოებით ესეთი ამგვარი რაღაცა არ გააკეთა. სარამაც როდესაც აჩქარებდა აბრაამისთვის მემკვიდრის შეძენას და ეს იმთავითვე არ იყო სწორი. ის რაც აჩქარებით მოხდა ღმერთს რო არ დაელოდნენ და შეეძინა მერე აგარს ისმაელი, ამან ბევრი პრობლემები გაუჩინა და მტრები, შემდეგ ვინც აღთქმით დაებადა აბრაამს. და ეს ორი ხალხი ერთმანეთთან არის შედარებული და გალატელთა წერილში მეოთხე თავში არის ეს მოცემული, რომ რჯულში დაბადებულები არიან ისინი, ვინც დაიბადნენ მონობაში. ეს არის აგარის შთამომავლობა, ისმაელის შთამომავლნი, არაბი ხალხი და ისინი ვერ დაიმკვიდრებენ ცადასასწაულს, ხოლო ისინი ვინც დაბადებულები არიან აღთქმით ღმერთი დაჰყიდა და სასწაულებრივად მოხდა ისააკის ჩასახვა მოხუცი ქალის სხეულში, როდესაც აბრაამიც და სარაც უკვე ისეთ ასაკში არ იყვნენ, რომ ბავშვი უნდა შესწენოდათ. აქ მითითებულია ის ქარაგმაც, რომ წარმართები, რომლებიც ჩვენ ხორცელად არ ვართ აბრაამის შთამომავლები, ვართ აღთქმის შვილებიც და აქ გამახსენდა სარას სახელის მნიშვნელობაც. ადრე ერქვა მას სარაი და შემდეგ მას დაერქვა სარა. და რომ მოძებნე ეს რა შეიძლება ყოფილიყო მისი მნიშვნელობა, ვიპოვეთ ადგილას, რომ ადრინდელი მნიშვნელობა იყო სარაი ნიშნავს ჩემი ქალბატონი და ღმერთმა ჩათვალა საჭიროდ რომ ჩემი მოცილებული ყოფილიყო და გახდა იგი უბრალოდ ქალბატონი. ინგლისურად რო ვთქვათ my princess, უბრალოდ ეს გახდა princess. ქალბატონი, ანუ დედა ბევრი ერებისა. და გალატელთა ამ წერილში მეოთხე თავში, სადაც ნახსენები არის აგარი და სარა, უკვე სარა არის შედარებული ზეციურ იერუსალიმს, არა იმ მიწიერ იერუსალიმს, სადაც ახლა მთელი შეხლა შემოხლა არის ამ ორ შთამომავლობა შორის, არამედ ზეციურ იერუსალიმს. და პავლე მოციქულის სიტყვები არის გალატელთა წიგნში, რომ ზეციური იერუსალიმი არის ჩვენთვის დედა, მშობელი იმ ადამიანებისა, რომლებიც უკვე ღმერთს იწამენენ და იესო ქრისტეში სულიწმინდი დაიბადებიან. ესაც შეეხებოდა ამ ქარაგმის შესახებ რომ მეთქვა. ისე კი შეიძლება ძველ აღთქმაში შეხვდეს ისეთი თავები, როგორც თქვენ ისაუბრეთ, რომელიც არის სიუჟეტური, მოსაყოლი, წყვილის სასწავლებელი, რომ ღმერთს უნდა დაელოდო. ის არის აღთქმის მომცემი, ის მიგიძღვება შენ, არ უნდა აჩქარდე, როგორც ადვენტისტები ჩქარობენ. და მე ის გიჩვენებს გზას და ის მიგიყვანს. ზეციურ იერუსალიმში იმას აქვს თავისი ინგლისური სიტყვა რო ვიხმაროთ schedule, განრიგი, ანუ რაღაცა ის თარიღები, რომელიც მხოლოდ მან იცის. იესო ქრისტესთან ხომ ეუბნებოდნენ, როდის იქნება რომ დამყარდება ცათისასუფეველი და იესომ კაცრად უთხრა მოძაფეებს. ეს არ არის თქვენი საქმე, რომ იცოდეს. ეს მხოლოდ მამა ღმერთმა იცისო. ნუ აქ აბრაამზე იყო ლაპარაკი, მაგრამ აბრაამი ისე მკვდარი არ იყო, იმიტომ რომ მას მეორე ცოლი გაუჩნდა და შვილები გეთურასთან ყავდა მას. ესე იგი აბრაამის ნაყოფიერებაზე არ არის ლაპარაკი, სარა არის საშუარი დახშული და მას როგორც ქალი არის მოგეხსენებათ ის წყარო, საიდანაც ახალი სიცოცხლე უნდა გამოვიდეს, რა თქმა უნდა, მამრი, სქესის და თესლის მეშვეობით. და სარას ეს უკვე დაუხშო. ღმერთმა გარკვეული ასაკი. მამაკაცს შენარჩუნებული აქვს, ხო 93 წლამდე შეუძლიათ. ცნობილი ამბავია, ღრმა მოხუცებულობაში შეეძინა კონფუძი მამას, ხომ იგი
სრულიად მოხუცებული იყო 80 გადაცილებული 83 წლისა იყო თუ არ ვცდები ენტონი ქვინი როცა შვილი გაუჩნდა ხო და აი აბრაამი ამხრივ აბრაამში არ მომხდარა ეს და სარა გააცოცხლა მან სარაში აბრაამის დამსახურება ეს არ იყო ეს იყო ღმერთის დამსახურება და ამას მე ადგილი აქვს ახალ აღთქმაში ხვდებით ჩვენ რომ ღმერთის ძალა რა ის ღმერთი კი არ არის წარმართული ღმერთები რომლებსაც ჩვენ ვეთაყვანებით ჩვენ არა წარმართები რომ ვეთაყვანებიან და დუმან და კერპს არაფერი არ შეუძლია ეს ცოცხალი ღმერთი არის ესე იგი ბიბლიაში არის რწმენა იმისა რომ ვიცით შენ გწამს ის პიროვნება არის სიყვარულს ატარებს სამართლიანია ყოვლისშემძლეა ეს არის ბიბლიის ამოსავალი დებულება თორე სხვა რელიგიები ასეთ ღმერთს არ გვთავაზობენ სხვა რელიგიები ღმერთს გვთავაზობენ მათი ღმერთი არის მკვდარი ილოცე არაფერი პასუხი არა ძალა იმას არ აქვს ну ახლა ქვას რა ძალა უნდა ქონდეს მთვარეს რამდენიც არ უნდა სთხოვოთ რამე ან მზეს ან ცხოველს წმინდა ცხოველის ხო არის კულტურები სადაც ცხოველები არის წმინდად გამოცხადებული მაგალითად ძროხა ინდოეთში იმას არაფერი არ შეუძლია წარმართული სამყარო იცით რას ნიშნავს პოლითეიზმი სადაც არის ყველას თავის ღმერთები ყავს საბერძნეთი იყო ამ ხრივ უცნაური და საბერძნეთი და რომი ანტიკური და ბიბლია ეს გამორჩეული ამ ხრივ და როცა ჩვენ წარმართით ცნობიერებით ამას უდგებით ბევრ რამე შეიძლება ვერ გავიგოთ იცი ვერ გავიგოთ იმიტომ რომ წარმართული ცნობიერებისთვის ღმერთის ხატი სხვანაირად აირეკლება თავის ცნობიერებაში ღმერთი მის სამსახურში დგას და არა პირიქით აქ კიდე როგორც პიროვნება ისე რომ შემოდის ეს ცოტა დაბრკოლება არის იქნებ ტყუილი არის, იმიტომ რომ შენი გამოცდილება გაქვს, წარმართული გამოცდილება ღმერთთან ურთიერთობის. და ამიტომ იყო წარმართებს, როცა უკვე წარმართულ გარემოში აბრაამი არის, სამაგალითო იყო აბრაამი ბევრისთვის, მაგრამ ვაი რომ იქ ბევრი რაღაცები მე მათ შეემთხვათ და არც გაუზიარებიათ და მე მოხდა ამათი იზოლირება მთელი ამათი შთამომავლობისა ეგვიპტეში. და უკვე ძალით აღება იმ ტერიტორიისა, რომელსაც წარმართული ქანაანი ერქვა და მთლიანად ცოცხალ ღმერთი რომ მიუძღვებოდა ამერს ამ ერთან ხელშეკრულების თუ აღთქმის დადება რომელიც ბოლომდე სრულდება და შესრულდა და იესო ქრისტეს მოსვლა რომელიც უკვე ყველას კუთვნილებაა და არა მარტო ებრაელი ერისა ეს იზმაელის შთამომავლობა სათასასუფებელში იმიტომ კი არ იქნება რომ ის იზმაელის შთამომავლობა არის ან აგარიდან არის ნაშობი იმიტომ მარტივი მიზეზით რომ ისინი ცოცხალ ღმერთს არ ცნობენ თორე ქრისტე მაგათვისაც მოვიდა არაბებისთვისაც. უბრალოდ ღმერთმა წინ და წინ იცის რომ ეს ხალხი არ მიიღებს ამას. რაკიღა გული გაქვავებულია. ხელშეგიწყობს პირიქით, გინდა შენ დაგიმახინჯდა ეს აი ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა ქონდა აგარს, დედას. ხო შეძლო შვილისთვისაც აი ვერ შეუთანხმდი აბრაამს და სარას, მაგრამ სადაც წახვედი? რატო დაგავიწყე რომ ცოცხალი ღმერთი შენთან იყო და გითხრა რომ ნუ გეშინია მე შენთან ვარო. შანსი იმ ღმერთმა რო შეხვდა მას, ის იესო ქრისტეც არის, ხო? იესო ქრისტე, სხვა ღმერთი არის სამების ერთ-ერთი ჰიპოსტაზი შეხვდა მას და არა რომელიღაცა ანგელოზების იერარქიდან ვიღაცა მოსამსახურე ანგელოზი. როგორც იტყვიან, გარდასახული, თეოფანიზირებული იესო ქრისტე. თეოფანიას ჰქონდა ადგილი. იესო ქრისტე ელაპარაკებოდა აგარის და რა მოხდა ამ ქალში ისე რომ შვილი დაადგა წარმართობის გზას და არა მარტო შვილი, მთელი მისი მოდგმა ვიდრე დღემდე. ასე რომ ხალხი იმიტომ კი არ შევლენ სათასასუფეველში, რომ ის აგარის ნაშობნი არიან. იმიტომ არ შევლენ არაბები, რომ ქრისტეს არ მიიღებენ, თორე დღევანდელი რომელიმე არაბი რო ქრისტიანი ხდება, ისეთ სათასასუფეველში წავა. ნებისმიერი პიროვნება ეს იქნება ბუდისტი, პაკისტანელი, რასაც და ფერს მნიშვნელობა არ აქვს, აღიარებს ქრისტეს როგორც უფალს. ის სათასასუფეველში შევა. ამიტომ ქრისტემ თქვა, მე არა ვარ ერთი ერისთვის გამორჩეულიო. მან თქვა პირიქით, მთელი მსოფლიოს გასაგონად, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ეს დადებულია ყველა ენაზე, არაბულ ენაზე და ცდებს. არაბი რო წაიკითხავს ამას, ხო ჩახედავს, ეს ყოფილა გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. და მამასთან არაბებიც ხომ ამას აღიარებენ, ღმერთს ხომ, ღმერთს აღიარებენ, ცოცხალ ღმერთს სხვათა შორის აღიარებს, მარტო ეს ხალხი არაბები, იუდავი და ქრისტიანები, ცოცხალ ღმერთს. დანარჩენები წარმართები არიან მსოფლიოში. დანარჩენი ან თვითონ არის ღმერთი, ბუდისტები თვითონ ღმერთი არიან და აბსტრაქტულ ფილოსოფიურ ღმერთში შერწყმას აპირებენ. საბოლოო ჯამში თვითონ ხდებიან ღმერთი. ასე არ არის მუსულმანურ სამყაროში, იუდაიზმში და ქრისტიანობაში. მაგრამ ეს ყველაფერი ერთად ქრისტიანობა, მუსულმანობა და ეს ერთი ბიბლიას ეყრდნობა, წყარო ერთია ბიბლია. და აქედან განშტოება არის. გავს ეს განშტოება იმ ხორციელ პარადიგმას მოიყვან აბრაამის შვილები ისმაელი, ისააკი, ისააკის შვილები იაკობი და ესავი, ადამის შვილები კაინი და აბელი. რაღაც ესეთი რამე მოხდა ამ ერთი საშოდან გამოსული ძმები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. ასევე ერთი წიაღიდან წიგნიდან გამოსული ბიბლიიდან ეს ცოცხალი ღმერთს ნაზიარევი ხალხი სხვადასხვა მიმართულებით მიდიან და განშტოებებს ქრიან იუდაიზმი, ისლამი და ქრისტიანობა. არა თუ კარგად ჩავიხედავთ, საიდანაც ეს ორი გამოვიდა. სწორედ იქ ქრისტე არის ძახის რომ არანაირად არ შეიძლება დაიყოს ქრისტე რამოდენიმე მიმდინარეობად. ეს არის
ჭეშმარიტება, ეს არის გზა, ეს არის სინათლე, ეს არის წყალი და მამასთან ვისაც მისვლა უნდა და მამა ღმერთს აღიარებს, მუსულმანები სამებას ისინი არ აღიარებენ, სასწაულია პირდაპირ, ყურანი პირდაპირ გადმოწერილი არის ბიბლიიდან. სხვა წყარო ყურანს არ გააჩნია თუ არა ბიბლია, თუ გინებავთ აიღეთ, შეადარეთ, ნახეთ, რამდენი ძაძველი აღთქმიდან ადგილები არის ამოკრეფილი. და მაშინ როდესაც არაფერი ყურანიდან ბიბლიაში არ არის შესული. პირიქით, ვინ ვის უსწრებს? ყურანი არის მე-6 საუკუნე ახალი წელთაღრიცხვი და ბიბლია დამთავრდა პირველ საუკუნეში. მუჰამედი იბადება სწორედ მე-6 საუკუნეში, ჩვენ ახალი წელთაღრიცხვით. უკვე ახალი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეში ხდება თელი რიგი რეფორმაციები, დასრულებულია ყველაფერი და ქრისტიანობა უკვე გამოცხადებულია, უკვე სახელმწიფო რელიგია და უკვე კანონებით შემუშავებულია და ყველაფერი. და ახლა უკვე უცებ გამოჩნდა რომელიღაცა პიროვნება მუჰამედი და რაღაცა მოუხუშტურა და ორიგინალური რაღაცას ქნეს, რათა თავისი არაბული სამყარო გააძლიეროს და რელიგიით მთელი მსოფლიო დაიპყროს, რასაც აკეთებდნენ. ფაქტურად არაბულმა სამყარომ მთელი მსოფლიო კინაღამ დაიპყრო. და მე მუსულმანური განშტოებები წავიდა, სუნიტები, შიიტები და დღეს ამ რელიგიური ომი არის მსოფლიოში, ხო, ქრისტიანული სამყაროს მტრათაღი ქვამს, მუსულმანური სამყარო თავის ქრისტიანული პრინციპების ნაღლატები, ევროპული გათახსრებული ზნეობით ისინი არ იღებენ ამას. ნახეთ, ქრისტიანობაც კრიზისში შევიდა და ბუნებრივიც არის ბიბლიის თანახმად, კრიზისი გარანტირებულია, აპოკალიფსი აუცილებლად მოხდება, მაგრამ ამის წინაპირობა არის ჯერ გასავლელია პერიოდები. მთელი ეს ეკლესიები გაერთიანდება, ერთი რელიგია იქცევა, მოვა ანტიქრისტე და მეორე მოვა მეორეთ მოსვლა, მეორეთ მოსვლა დაჩქარება იმის არ იყოს, რომ გვანან ადვენტისტებიო იმ აგარსა და სარასო. ეგ სწორი შედარება, იმიტომ რომ რას აჩქარებ, რას ერევი, რას ელოდები, რა უნდა იყოს კარგი და რაღაც. გაჩერდი რა. შენი საქმე ეგ არის, როგორ უნდა დააჩქარო შენ ღმერთის საქმეები. როგორ და ესე, როგორც აბრაამმა და სარამ დააჩქარა. და ამ დაჩქარებამ რა მოიტანა? ვიცით ჩვენ რა მოიტანა. ანტიქრისტეს თუ არ მოვა და ეგრევე მოვა იესო ქრისტე. მაშინ ბიბლია გვატყუებს ჩვენ და ერთადერთი სწორი წიგნი ახლა ეს არის ღვთის წერილი. ესე იგი რა ვინ გადაამახინჯე ესა, რატო ამახინჯებენ, რატო ხდება ესე რაღაც სულწასულობა, ვითომ რაღაცა კარგის კეთება, შეიქმნა ორგანიზაციები და თურმე ნუ იკითხავ და შაბათების დაცვა. ჯერეთი ახალი აღთქმის თანახმად შაბათს დაცვა რა თუნდა, აგი შაბათებს და წერს პავლე თავის ახალ აღთქმაში. რა დღეები, რის კვირები და მე ქრისტიანობის ქრისტე აღდგა კვირას. კვირა სიტყვა ბერძნულად ნიშნავს უფლის დღეს. თვითონ კვირა ეს იმიტომ არის გამოცხადებული, რომ პირველი დღე, კვირა დღე იყო პირველი დღე აღრიცხვა და შაბათი ეს ებრაული სიტყვაა შაბათი, პარასკევი ბერძნული სიტყვა არის, კვირა ბერძნული სიტყვა. დანარჩენები კალენდარში ინგლისური სიტყვებით არის წარმართული რომაული იმიდან შემოვიდა. ესენი გადახედეთ, ეს ხომ ქრისტიანობასთან არაფერი საერთო არ აქვს ამას. ყოველი დღე არის უკვე ქრისტიანისთვის. ყოველი დღე ეს გასუფთავებული, გაწმინდავებულია, გამართლებული ვარ. აი როგორ არიციან ბიბლია მათ და არც აინტერესებთ ახლა როცა სადღაც შეეტენები, შენი ყოფა ცხოვრებისათვის შეეტენე და არა სიყვარულისათვის, იმიტომ რომ სიყვარული თუგ და პარიკამახერად დარჩი და ქრისტე შეიყვარე. აი პავლეს ვენაცვალე მე რომ ყველაფერი გაცვალა ქრისტეს სიყვარულში და როგორც მათხოვარი ისე იყო სამაგეროდ მისი თავდაუღალევი შრომის შედეგია რომ ჩვენამდე მოაღწია მისმა 13-მა წერილმა სულიწმინდის რა თქმა უნდა შემწეობით და ამ ფიზიკურად ეს იქნა გამოყენებული და ასეთი მოწამებრივი სიკვდილით თავი რომ მოჰკვეთეს მას თავისი რწმენისა გამო. აი კაცი იგაური ფორმით ამას ადგილი აქვს, აი აგარი შებარებული სინაის მთა და სარაი იერუსალიმის, რომელიც ჩვენ ვკითხულობთ ამას, რაც მოიტანა გალატელების პავლეს მიმართვა, გალატელთა მიმართ. ერთ-ერთი საყვარელი წერილია პირადად ჩემთვის, რა არის ისეთი, რომ ჩვენ ვერ ვიპოვოთ ბიბლიაში და რა თქმა უნდა, ესეც თავისებული ფორმით ვეფხვის ტყავსანში ძალიან ბევრი არის ადგილები ბიბლიის რემინისცენციები, რო ქვია, თუნდაც აი პირდაპირ სიტყვით გარითმული ლუკა მახარებელან ბოლოს ყოვლი დაფარული ცხადზე ცხადა და გამოცხადდეს იძახის რუსთაველი. ეს ჩვენ ხდება ბიბლიაში არ არის დაფარული არ გამოცხადდეს ეს ლუკა მახარებელთან. ასე რომ ეს რემინისცენციები მიმოფანტული არის ყველდან და ბიბლია ამიტომ არის წიგნთა წიგნი და თუ ამას მართლაც ამ ეტაპზე დოქტრინალური მეებს მე შეიძლება ჩვენ კიდე რომ დაუბრუნდებით გზადაგზა უკვე როცა სიუჟეტი ამოცანა ჩვენი არის სიუჟეტის შესწავლა, იმიტომ რომ ცალკე შეიძლება პირველ ეტაპზე ადამიანი ვერ კითხულობს და გაერთიანებული მაინც სკოლაში რატომ არის სკოლა რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანები ბავშვები შეიკრიბებიან და გინდა არ გინდა მაინც გაერთიანებული აკითხებენ. ცალ-ცალკე ადამიანები სულ ყველა ვერ ისწავლეს, მარტო დაინტერესებული წაიკითხავს და იქ გინდა არ გინდა მაინც გიხდება ურთიერთობა, გაეცნო ნაწარმოებების მათემატიკაში ელემენტარული საწყისები შეისწავლოს ფიზიკა და ასე შემდეგ. პირველ ეტაპზე ეს გამართლებულია. მერე უკვე ინდივიდუალურში უნდა გავიდეს კაცი და ინდივიდუალურად როცა უკვე ეს სიუჟეტიც იცით და ადგილებიც გახსოვთ ყველაფერი, უკვე მიდის თეოლოგიური გაშლა ამ საკითხებსა ინდივიდიდან გამომდინარე. მაგრამ მეტალონი ყოველთვის ბიბლია არის და არა ჩვენი ორგანიზაცია და წესებზე შეჯდომა და აგზალვები და თითის ქნევები და ჩვენ დაიწყება მოკლედ ბიბლია და არც ორგანიზაციიდან.
სამწუხაროა რომ ვიღაცეები რომლებიც უკვე სამსახურად გაიხადეს ეს ისინი გაჯიქებით იცავენ ამ სამსახურს იმიტომ რომ დაკარგავენ მას და დაკარგავენ ყველაფერს როცა შენ ქრისტეს ემსახურები იმას შენ ქრისტე გიყურებს და კარგად აკეთებ ამას სტრესიც ნაკლები გაქვს ხო ეს რაც შეეხება კიდე აი ამ საკითხს მე ჩვენ ფაქტურად დღეს ამით შევუიფარგლოთ